დღეს გვექნება მესამე ლექცია ციგნიდან, რომელსაც ჟურნალისტები და ჯიპა ვატარებთ. აღარ მოვყვებით PhD-ის კურსზე და პროფესორი და ასე შემდეგ, ამაზე პროფესორი ვილაპარაკებ. და დღეს მილიანი საუბრობს მობილურ აპლიკაციებზე, დიდი გამოცდილება აქვს ამაში. აი მაგალითად საბას ლიდერი საბას ლიდერი ინტერნეტში გაკეთებულია საბას აპლიკაციები, რომელიც ჯიტხობია, ინტერაქტიული ამბანი სიგაკეთებულია და სანამ დაიწყოს კიდევ ორი სიტყვით ვიტყვირო, ანუ ხვალიდან დაიწყება ის ვაშეხვიდრიანი პრაქტიკული კურსი, რომელიც დაიწყება ჯიპაში. ანუ ჯიპა მდებარეობს ბროსის ქუჩა 2 ნომერში. ვისაც გაინტერესებს, წამოვიდეთ თქვენი კომპიუტერები, პირველ ორ შეხვედრას, ანუ სულ ვაშეხვედრა, პირველ ორ შეხვედრას მე ჩავატარებ და მე პირველ შეხვედრაზე ვისაუბრებ ზოგიერთ ალბათ ისედაც იცით, სერვერი როგორ მუშაობს, FTP როგორ მუშაობს, როგორ ატვირთო FTP-ზე რაღაც. მე მოგიცემთ თქვენ Visual Studio-ს პროგრამას, რომელსაც შეიძლება თქვენ დააყენოთ და მეორე შეხვედრაზე ნახავთ Visual Studio-ს ინტერფეისს, როგორია და ავაწყებთ მარტივ ვერბებს. შემდეგ უკვე ჩაერთვება ალექსი და ის უკვე უფრო დაწვრილებით ილაპარაკებს Visual Studio-ს ინტერფეისზე, როგორ მუშაობს ეს პროგრამა და რა არის .NET-ი და როგორ არის .NET-თან მუშაობა. შემდეგ მესამე ლექტორი ჩაერთვება, ორი შეხვედრა იმასთან იქნება და ასე მოკლედ ჯამში გამოვა. მე ვფიქრობ, ესეც რაღაცა გაგვიყვება, რაღაცა სილაბუსის მონახაზი გვაქვს. წინასწარ რაღაც ფორმის შესაძლებლად აზრი არა, twins მოხვალთ, გავაკეთეთ იქ საერთო Facebook-ის ჯგუფს, რომელშიც უკვე შეკითხვები თუ გექნებათ, თქვა თვითონ ამ სილაბუსს დავაშიარებ და დღეებს, ასე ვთქვათ, შეგატყობინებ. 7:30-ზე საღამოთი, კი, ანუ ეს იქნება ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. მე ბოლოსკენ ის მინდიან და ძალიან გვარ გაიწევს აგვისტოსკენ, ხო, რამდენიმე დღე გადაედინა. ანუ ხვალ ჯიპაში 7:30-ზე ვისაც გაინტერესებს Visual Studio-ს გაცნობა, ასე ვთქვათ, ამის შესაძლებლობების. თორემ მე მინდა რომ უბრალოდ ესეთი კურსი არ იყოს, რომ თქვენ იფიქროთ, რისი გაკეთება გინდათ. ანუ პარალელურად იყოს პრაქტიკული კურსი, რომ რაღაც მარტივი პროდუქტი თქვენი ძალებით შექმნათ. ამიტომ მიფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება გააკეთოთ. ნუ აქ ორი მომენტი არის. პირველივე პროექტი, რომელსაც შეხვედრა დაიწყება, რაღაცა რთული ვერ გამოვა, ამიტომ შეიძლება რაღაცა მარტივი იყოს, რაღაც კომპონენტები, ეს არის ვებ კომპონენტი და მონაცემთა ბაზასაც შევეხებით. ანუ შეიძლება იყოს იუზერის რეგისტრაცია, რაღაცა ვატვირთოს იუზერმა, აი რაღაცა ისეთ დონეზე, რამე თქვენი დაამჩეს უკვე მოგესალმებით ყველას. სანამ დავიწყებ ლექციას, ჯერ დავიწყებ ლექცია. ზოგადად საუბარია მობილურ აპლიკაციებს. პირველი კითხვა რაც უნდა დავიხოთ, რა არის თვითონ აპლიკაცია? ან ერთადერთი ასე ხარ. ეს პირველი რაც უნდა დავიხოთ, რა არის აპლიკაცია? აპლიკაცია ზოგადად არის პროგრამა, მეტი არაფერი. უბრალოდ თანამედროვე სიტუაციაში უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა თვითონ ამ სიტყვას. სანამ მობილური აპლიკაციები გაჩნდებოდა, მანამდე საკმაოდ ძელი გზა იყო გავლილი, რომ საერთოდ გაჩერებულიყო ესეთი რამ და მოდი ამას ყველაფერს მოგიყვებით ჩემ მაგალითზე, კონკრეტულად, თქვა მობილური აპლიკაციები ჩემს ცხოვრებაში რა როლი ითამაშა და ზოგადად თქვა სხვა ტიპის ჩვეულებრივი აპლიკაციებიდან როგორ მივიდა ტექნოლოგიები მობილურ აპლიკაციებში. მე მირიანს მეძახის ყველა, მაგრამ ესე გახლავართ გიორგი მირიანაშვილი, სახელით არავინ არ მოგმართო ძალიან დიდი ხანი. ყველაფერი შეიძლება ასაკი პატარები პირველი შეხედა ჩემთვის კომპიუტერთან იყო შორეულ 80-იან წლებში. და ეს იყო IBM PC, რომელიც იყო 4.77 MHz-ის სიმძლავრეს, ანუ დაახლოებით 1000 სისტემი პრეზიდენტი. პირველი რაც იყო, რა თქმა უნდა, იყო ალბათ ყველას აქვს ესეთი შემთხვევა, პირველი ჩემთვის კომპიუტერთან შეტყობა უბრალოდ კომპიუტერთან შეტყობა იყო თამაში. ვითამაშე ტეტრისს და აი ეს შეგრძნება რაღაცა სასწაულს აი ახლაც მახსოვს, რომ ტეტრისი ვითამაშე და პირველი ხაზი გამოსცა.
ეს დაიწყო IBM-ით და პირველი რაც იყო, ვითამაშე ძალიან ბევრი, ჯერ საიდან მოხდი კომპიუტერთან. უნივერსიტეტის მეორე კურსში ფიზიკის ფაკულტეტზე მუშაობდა მამაჩემი, იყო პრაქტიკული ფიზიკოსი, ანუ ექსპერიმენტატორი და მათ ჩამოვიდათ IBM-ის კომპიუტერი მოსკოვიდან, იმიტომ რომ მე რაღაც სამხედრო დანიშნულების რაღაცებს და შესაბამისად მე აბსოლუტურად შემთხვევით ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელიც მოხდა ამ კომპიუტერში. მამაჩემს ვაჭროს იყო ლექტორი და იყო ძალიან კარგი ლექტორი და მე მის გამო რა მოვისწავლე, ერთ-ერთი თავი ვისწავლე ის, რომ ესე იგი არასდროს ამ ადამიანს არ ქონია ესეთი რაღაცა, რომ თქვა სიტყვაზე რამე დაეშალა ან რაიმე აეგზავნა და თქვა ის რომ თქვა პროგრამირებაში მოხდი როგორ, როცა თამაშობდი თეატრს უბრალოდ მითხრა, აი თვითონ რო რაღაცა მსგავსი შექმნა, გაინტერესებს. თუ ბავშვზე რა თქმა უნდა ეს მოქმედებს, ნახოთ რაღაცას ვიყავ გაინტერესებს. მაჩვენა 3-4 ხაზი კოდის თუ როგორ შეიძლება რაღაცა დაწერილიყო, ეს იყო ენა basic. და შეიძლება ითქვას, რომ ჩემ თაობაში ნებისმიერმა ვინც დაიწყო დეველოპინგი, დაიწყო ამით. შეიძლება თქვენ თაობაში ეს გამორიცხულიც იყოს უკვე, იმიტომ რომ მიიჩნევა, რომ basic ინგლისის პროგრამირების სწავლას ეს ცუდი ტონია და თელი ცხოვრება გაყვება ბევრი ცუდი ჩვევა. ბედნიერიც ეძახიან პროგრამირებაში, მაგალითად გლობალური ცვლადების და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, დავიწყე პროგრამირების სწავლა, რამოდენიმე ხაზი დავწერე და ეხაც მახსოვს ჩემი პირველი აპლიკაცია, რომ დავუწოდო აპლიკაცია იყო ეს. და საერთოდ ის ავუწოდი რა იყო. იყო ის, რომ X-ი გამოდა და Y-ი მისდე. და ვიყავი უბედნიერესი, ამით რომ რაღაცა ცოცხალი იყო. ანუ ჩემთვის იყო ერთი რაღაცა, რომ ყოველთვის კომპიუტერში პირველად რაც ვნახე და ტეტრისი ვნახე თქვა პირველი, სულ მაინტერესებდა, რომ რაღაცა ცოცხალი ორგანიზმი ყოფილიყო და რაღაცა გაცოცხლებული. გარდა იმისა, რომ თქვა აი აბსოლუტურად შემთხვევით ბავშვობაში ამოვყავი თავი იმაზე, რომ თქვა ორი ხაზი კოდის წერა ვისწავლე, გარდა იმისა, რომ დაკავებული მუსიკით. აქაც მამაჩემის ასე ვთქვათ პასით მითხრა, რომ თქვა გაინტერესებს რომ კომპიუტერმა შეგვიძლია მუსიკა დაუკრას, მე თქვა ხოლმე მაინტერესებს და შედეგი იყო ეს, რომ basic-ში აუცილებლად მუსიკასთან შეგება თუ არ არის შეხება თუ არ არის ეწოდებული ტაბულაციის სიმბოლოები, როცა ნოტები არ არის გამოხატული მაინც და მეც ვთქვათ. ნოტებში არამედ შეიძლება იყოს ალფაბეტით მოხატული და basic-ის ამ ინტერპრეტატორს აქვს ეს ბლოკი, რომ შეგვიძლია ჩაწერო ალფაბეტით ნოტები და დაუკრას და ვაპროვებდეთ მათივეს ტექნოლოგიებს და ამიტაც ვიყავი ძალიან ბედნიერი. ნუ მომავალში გამწევდა ამით, რომ ეს ყველაფერი იმით, რომ თქვა მამაჩემს ექსპერიმენტები რო ქონდა გასაკეთებელი და ის ინფორმაცია დასამუშავებელი, ეს ინფორმაცია შემოვტენა მე და ბავშვს დავწერა პროგრამები, რომ მე დამეთვალა, იმიტომ რომ დაინახა, რომ ჩემთან რაღაცა შეიძლება გამოსულიყო და დადგა 90-იანი წლები და მოჩა ეს ისტორია. გასაგებია მიზეზების გამო, ვინც არ იცით ძალიან კარგი არ იცით, ვინც იცით გასაგებია რაღაც იყო საუბარი და კიდევ ერთხელ შემდეგ ეტაპზე კომპიუტერთან ამოყავ თავი უკვე კიდევ ახალი რაღაც სასწაულით ეს იყო ინტერნეტი. ეს იყო ექსპლორერი და ეს იყო Netscape-ი. ჩემ მეგობართან ვიყავი მისული და რაღაცა გახსნა, მეგობარი Netscape იყო ექსპლორერი, არ მახსოვს ეს მეორე ხარისხოვანი იყო და რაღაცა დავინახე, რომ საიდანაც ინფორმაცია იტვირთება და ჩემთვის იყო სასწაული. ნუ ყურადღება რამაც მაშინ ყურადღებას დიდი არაფერი არ მიიქცევდა, იმიტომ რომ საქმე იყო რაში, რომ პირველი ინტერნეტ გვერდები იყო ტექსტი და ფოტო, მეტი არაფერი და შეიძლება ფოტო ყოფილიყო ცოტა ცოცხალი, ან ესეთი ფორმატი ამ ნახევარს GIF-ი ანიმაციის, რომ შეიძლება ანიმირებული იყოს ფოტო, ესა და ეს. მაგრამ თვითონ იმან რომ რაღაც ინფორმაცია შეგვიძლია საიდანაც მივიღო და კიდევ უფრო მეტი რომ გავხსენო იმეილი და უსხლეთში ყოფ ჩემ დას გავუგზავნე იმეილი და იმან მიპასუხა, ეს უკვე ძალიან სერიოზული შედეგი იყო ჩემთვის და დამაინტერესა ამ სფერომ და ასე ვთქვათ, დამაინტერესა იმან რომ აი თქვა იგივეს გაკეთებელი ვარ თუ არა მე, ანუ ბავშვი გადავიქცე. ნუ შემიძლია გითხრათ ის რომ დავიწყე ვებ დეველოპინგი და ეს იყო კოშმარი 90-იან წლებში, იმიტომ რომ აკეთებდი საიტს, რომელიც არსად არასდროს ნორმალურად არ ჩანდა. და ფაქტურად შეუძლებელი იყო რომ გამოჩენილიყო. გააკეთებდი ექსპლორერისთვის, არ ჩანდა Netscape-ში, გააკეთებდი Netscape-ისთვის, არ ჩანდა ექსპლორერში. და ეს იყო მუდმივი პრობლემა. ამას მოყვა კიდევ ის, რომ აბსოლუტურად შემთხვევით 90-იან წლების შუაში რაღაც საიტს წავაწყდი, სადაც დავინახე, რომ გამოსახულება არის ცოცხალი. სამწუხაროდ საიტის არც ის მახსოვს ვისი საიტი იყო, რა საიტი იყო, მაგრამ მახსოვს რომ ინტერაქცია ხდებოდა. ხმა იყო, რაღაც მუსიკა იყო, რაღაცა ხტუნაობდა, რაღაცა თამაშით იყო და ეს იყო ძალიან დიდი
შტაბში მომახდინა ჩემზე და იმცავს მომინდა ამის გაკეთება, იმიტომ რომ გაუხსენებ ბავშვობა, როდესაც XY მისდევდა და დაახლოებით იგივეს ხედავდი ერთხელ. როგორც აღმოაჩინე, ეს ყველაფერი ყოფილა იმ პერიოდში ეგეთი კომპანია იყო Macromedia და Macromedia Flash. და დავიწყე Macromedia Flash-ში რაღაცების, ასე ვთქვათ, challenge კეთება იმას აღება, იმიტომ რომ რა გამოდიოდა ვერაფერი ვერ გამომავდა თავს ვცდილობდი. თუ რაღაცა მარტივი ანიმაციები გავაკეთე, ის ოთხი გზავაჭერ და ხმას უშვებ და ახტუნო და რაღაც ისეთი. რატო მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება აი ამ პროგრამას გავაკეთეთ, რასაც ხვდები რაშუაშია თქვა მობილურ აპლიკაციებთან. ეს არის Flash-ი არის ერთ-ერთი გავენო, რომელმაც უზარმაზარი გავლენა იქონია მობილურ აპლიკაციებზე. ამაზე ცოტა შეგროვ მოგიყვებით, მაგრამ ბოლოს დავიმახსოვრე. ანუ მოხდა ის სიტუაცია, რომ Flash-ი დავიწყე რაღაცების კეთება და უფრო მეტიც მოხდა, რომ ჩემ მეგობარს აღმოაჩნდა კომპიუტერი, ვიღაცამ დაუდრო 20 წუთში სწავლეთ საცხოვრებლად იმასაც ხონდა და რატომაც გადავწყვეტ მოდი სტუდია გავაკეთოთ და გავაკეთეთ სტუდია. სტუდია რო გავაკეთეთ, ნუ ახლა რაღაცებს ჩვენთვის კი ვსწავლობთ, მაგრამ ნუ ერთ-ერთი იდეალოგიური და თავში რომ მოდი, აი ხო ვხედავთ რომ ვიღაცა საიტზე Flash-ზე რაღაც ახდება და ხტუნავს და ერთ ამბავში. ვინმე შევთავაზოთ და არც რაციად არც ვაცხელებ და ერთ-ერთ დიდ ქართულ კომპანიას დავადექით და უთხრით რომ აი გთავაზობთ რომ ამისგან ამას გაიგებთ და ვაჩვენებთ რაღაცა ინტერაქცია. იმ ქართულ კომპანიაში ზოგადად ვერ გაიგეს რას ვეუბნებოდი და რატომ უნდა გაეკეთებინა და როგორ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ აზზე მოსული იყო რომ თქვა რომ ჩვენ ინტერნეტში ყველას რაღაცა საიტი და რაღაცები აქვს და ჩვენ სხვა გვეცადო და ასე ვთქვათ მივიღეთ შეკვეთ, აბსოლუტურად შემთხვევა. მივიღეთ შეკვეთა და აქ არის ესეც მინდა გაითვალისწინოთ, რომ აქამდე რას ვაპარაკობდი, ის რომ პირველი შეხება, როცა რაღაცას აკეთებ აპლიკაციას თუ რაღაცას თამაში უდგები ამას და მეორე შეხება თქვა ჩემთვის უკვე არის, რომ ეს უკვე არის სერიოზული საფეხური და ამაში აღებული და უნდა გავაკეთო. ამას აქვს რა დიდი პლუსი. არ ვიცი თქვენ თქვა დეველოპინგს ისწავლეთ თუ არა, ან როგორ მოიქცევთ. როდესაც აღებული გაქვს შეკვეთა და ამაში ფული და გაგებული ფსიქოლოგიურად ზად ხარ რომ გინდა უნდა ისწავლო და გააკეთო. ანუ ასე ვთქვათ, აბსოლუტურად მიუგის ეძახიან სივრცეში, ნოლიდან დავიწყეთ სწავლა და ავაწყეთ საიტი, რომელთაც კომპანია იყო ბერნიერ, კომპანიის სახელს არ დავასახელებდი, რომ არ ვიცი, დიდი როკი გავიდა, მაგრამ მაინც არ ვიცი ხა მაშინ რა ხდებოდა რა საჭირო დიდ ქართულ კომპანიაზეა საუბარი. მოკლედ, თვითონ იყო ამი ძალიან მაყოფილები და აღმოჩნდა ეს, რომ ჩვენ აბსოლუტურად შემთხვევით ვისწავლეთ ჯერ Flash-ი და შემდეგ უკვე ეს Flash-ი იყო თვითონ საიტის ნაწილი და თვითონ საიტის კეთებაც. და ნელა ასე ვთქვათ, ჩავობით ამ ბიზნესში. ნუ თავიდან ეს იყო ძალიან სახალისო, იმიტომ რომ ვაკეთებდით რაღაცებს, რაც მოგწონდა და ნელა ეს ყველაფერი გადაეზარდა იმაში, რომ აი ბორინგს რო ეძახიან ამერიკელები, იყო ძალიან დავლელი, იმიტომ რომ რაღაც შეკვეთებს ვიღებდით, ახალს არაფერს არ ვაკეთებთ და შეკვეთების უმეტეს შემთხვევა იყო, რომ კომპანიის შესახებ ჩვენი პროდუქცია დავიკავშირდით და რაღაც სისულელეები და ეს ნელა ამოდიოდა ნოშინარი. მოხდა ის, რომ ამ ყველაფერს დაემთხვა ეპოქა, რომ მობილური ფაქტურად უკვე ყველას ჰქონდა, და საუბარი არის რა მობილურზე. საუბარი არის ალბათ, არ ვიცი თუ თქვენ ასაკში მოსარეთ თუ არა, ყველას ჰქონდა Nokia. პირველი ჩვენი მობილური იყო ფაქტურად ყველას Nokia, Sony Ericsson-ი ან Motorola, უმეტესობა იყო Nokia და ეს რაც უფრო დრო გადიოდა, მობილური, ასე ვთქვათ, უფრო ვითარდებოდა და ფერადი ეკრანიც კი ჰქონდა და კამერებიც კი დაემატა. და რა აღმოაჩინეთ ესეთი რამ, რომ მობილურისთვისაც შეიძლება რაღაცა აპლიკაციების წერა. უბრალოდ ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა. და რატომ? იმიტომ რომ თქვა სიტყვაზე საიტს თუ აკეთებ, ან რაიმე Flash კომპონენტს თუ აკეთებ, არის ძალიან მარტივი, რომ გავაკეთე საიტი, დავდე პირდაპირ, ასე ვთქვათ, სადგაც და მომხმარებელი ხედავს. Nokia-ს შემთხვევაში მობილური აპლიკაციის კეთება იყო აი ესეთი რამ. იმიტომ ჯერ უნდა გააკეთებინა აპლიკაცია, მერე უნდა შეგერთებინა შენი მობილური კომპიუტერში მე რაღაცა და დაგინსტალირება, ანუ იყო საკმაოდ პრობლემატური. და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ამ პლატფორმისთვის აპლიკაციები თუ კეთდებოდა ცოტა და იყო ძალიან მწირი, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მომხმარებელისთვის, რომელიცაც ახლა შეაერთე რაღაცა USB-ში მობილური
გადაიწერე, ჯერ ეს პროგრამა სადღაც იპოვე და დაინსტალირე, არის მოსამეზრებელი და შეიძლება არც იცოდეს და არც მოეთხოვოთ ეს არანაირად მოხმარებას. მაგრამ აი პირველი აპლიკაციები მობილურისთვის გაჩნდა დაახლოებით აი 2000 წლების დასაწყისში. უბრალოდ ჯერჯერობით გარემო ამიყო, რომ ამას მიიღო, ასე ვთქვათ, ისეთი სახე, რომ კარგად გავრცელებული იყო და პოპულარული ყოფილიყო. თუმცა იმავე პერიოდში გაჩნდა კომპანიები და გაჩნდა სათამაშო კომპანიები, ისე ყურადღება მივაქციოთ, რომ თამაშზეა საუბარი. რომლებაც გააკეთა სპეციალური აპლიკაციები, რომლის დაყენებაც შეეძლო მობილურში და მერე უკვე იმ აპლიკაციით სხვა თამაშების ჩამოყალიბდა. თუმცა ესეც საკმაოდ რთული პროცედურა იყო. ეს ეგზავნებოდა ყველაფერი ძალიან დიდხანს. Nokia-ზე და Symbian-ზე დაყრდნობილი ვიყავით ყველა და Nokia იყო ფაქტიურად დომინანტი მსოფლიო ბაზარზე. სანამ 2007 წელს ერთმა გენიუსმა არ შეცვალა აბსოლუტურად ყველაფერი. ნუ ჩავთვლით, რომ ვარ მე Steve Jobs-ის აპოლოგეტი და თქვა მისი სექტანტი თუ ძალიან ბევრი მსოფლიოში, ანუ მობილური Android-ის მაქვს. უბრალოდ ეს არის ადამიანი, რომელმაც რაზეც ახლა ვილაპარაკეთ, რაზეც თემაზეც მივიდეთ, არის ამ ადამიანის შექმნილი თავიდან ნორმა. ეხლა რომ დავაკვირდეთ აი დღევანდელი გადასახედიდან, ხო, არის ძალიან სასაცილო ისტორია. 2007 წელს გამოვიდა Steve Jobs-ი iPhone, ეს iPhone 4G და სხვაში. მაშინ iPhone 1 წარმოადგენდა მობილური და ეს მობილური დავაკვირდეთ აბსოლუტურად არაფრით არ განსხვავდებოდა თუნდაც Nokia-ს ან LG-ს ან სხვის არსებულ მოდელთან. რატომ? Touch screen-ი, ანუ თქვა ისო, კლავიატურა არ იყო და მობილურზე თითით დავაჭირო. ქონდა სხვა კომპანიებსაც. არაფერი განსხვავება არ იყო. კამერა სხვა კომპანიებსაც ქონდა, აპლიკაციები რო ყოფილიყო მობილურში სხვა კომპანიებსაც ქონდა. ანუ არაფერი სიახლე არ იყო. თან კიდევ ერთი უცნაურობა დაეთქვა ყველაფერს. მობილური წარმოადგენა Steve Jobs-მა და გარდა ისა, რომ მობილური წარმოადგენა, განაცხადა ეგეთი გამო, ამ მობილურისთვის აპლიკაციებს ჩემს გარდა ვერავინ ვერ დაწეს. ანუ საუბარია კომპანია Apple-ს. ეს კიდევ უფრო დიდი უსაფრთხოება იყო, რომ უშვებ რაღაც პლატფორმას და არავის არაზრუნ შეიძლება რომ აპლიკაციები დაწერა. ნუ ჩათვალეს, რომ როგორც ყველა მიწოდა, აპლიკაციების ბიზნესში ეს არის გენიოსი და რაღაცა გამოძრება, რომ თვითონ ეს განაცხადი იყო აბსოლუტურად გაუგებარი. პლუს ამას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა, რომ ჩემს მობილურში აპლიკაცია თუ იქნება ჩემი დაწერილი და თვითონ მობილურის ბრაუზერში არ იმუშავებს ფლეში. და ჩემ პლატფორმაზე არ იმუშავებს არანაირი პლაგინი. ეს ძალიან დიდი გაუგებრობა იყო და რატო? იმიტომ რომ ფლეში ვერაც გითხარ თქვა ისტორია პირველი იყო, როდესაც მივიღეთ 90 წელს ნახევარ ინტერაქცია შეიძლება. მეორე იყო ის, რომ ფლეში იმდენად გავლენიანი რამ გახდა, რომ ფაქტურად ყველა საიტი იყენებდა და იყო რამოდენიმე საიტი, რომელიც ფაქტურად ფლეშზე იყო სრულად დაყრდნობილი. მაგალითად YouTube. ეხლა შეგვიძლია თქვენ YouTube-ში ვიდეო ნახოთ HTML, ეწოდებული HTML5 ვიდეო პლეიერი. მაშინ თავიდან უნდა ყველაფერი იყო ფლეში. ანუ ვიდეოს ნახვა გინდოდა და ეს იყო ფლეში. გარანტირებული. გარდა ამისა, რეკლამები და სხვა ინტერაქციები ყველაფერი ფლეში შედგება. და ყველა საიტზე, ყველა დიდი კომპანიის და პატარა კომპანიის ფლეში იყო. ანდროს ეს ერთი ადამიანი ანდროს ჩემთან ეს არ არის. ნუ ეს გაუკვირდება გაგრძელდა დაახლოებით 1 წელიწადი, როდესაც 2008 წელს ის გამოცხადდა Steve Jobs-ი და განაცხადა, რომ მან შექმნა App Store. ეს რა არის? ეს არის ერთი ადგილი, სადაც შედიხარ და შენი მობილურისთვის ნებისმიერ აპლიკაციას ჩამოვიწერ. ახლა ეს რო გავაკვირდეთ, არის ძალიან სასაცილო. ახლა რა უნდა ამის მოგიხდება, რომ არის ერთი ადგილი, სადაც შედიხარ, რა აპლიკაციას მოგეწოდება, მოგიგებთ და ჩამოვიწერ. იმიტომ რომ დღეს აბსოლუტურად გასაკვირი არ არის. იმ პერიოდში ეს იყო ბომბის აფეთქებასა. იმიტომ რომ იმავე დღესვე გაჩნდა ახალი უზარმაზარი ნიშა. მთელი მსოფლიოს დეველოპერები დაიძნენ აპლიკაციების საკეთებლად iPhone-ისთვის. ანუ აქ Steve Jobs-ის სტრატეგია იყო რა? მან პირველი რა გათვალა და რაზე ქონა აქცენტი. იმიტომ რომ თავისი სისტემა ჩაკეტა, ასე დავაკვირდეთ, სისტემა Apple ზოგადად, რომ მის მობილურში შეიძლება ყოფილიყო მარტო მისი აპლიკაციები და ეს ის მე განაცხადა, რომ კი ბატონო შეიძლება აპლიკაციების კეთება, მაგრამ გააკეთა შემდეგი რამ, რომ აპლიკაციების კეთება მისი მობილურში შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ მის მოწყობილობას. ანუ აუცილებლად უნდა ქონოდა Mac-ის კომპიუტერი. ანუ რა გააკეთა, რომ
აქამდე თუ იყო თქვა მაკის კომპიუტერი ქონდა ფაქტობრივად ყველა ჰიპსტერს ან ყველა არ კატეგორიულ ფიქრს რომელიც აი დიზაინშია და ხელოვნებაშია იმას უნდა კონდეს აიძულა მთელი სოფიოს პროგრამისტები რომ ეყიდა ისი hardware ეყიდა ლეპტოპები ან დესკტოპები ეს ერთი და გარდა ამისა შექმნა ახალი ნიშა ეგეთი რომ დააწესა რომ თქვა სიტყვაზე ჩემთან გადადებ აპლიკაციას დიდ მოგებას თავიდან თორსტები 75%-ზე მიიღებ 75%-ს მიიღებ შენ 25% არის შენ რა თუ გინდა უპასუხო სულ ერთი და ახალი ნიშა შეიქმნა ну რა თქმა უნდა ამ ნიშის გაჩენა იცოდა ის კონკურენტმა კომპანიებსაც და სულ ცოტა ხანში დაეწია Android market Google-ის. Ოღონდ Android market-ს უნდა ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა რომ ესე იგი იმ პერიოდში შეიძლება თქვას რომ Android-ის მობილურები საკმაოდ დაბალი ხარისხის და გაუმართავდა. თვითონ Android-იც იყოს ჯერჯერობით მოუხელტავი სისტემა. ამიტომ აი უხეშად თქვა რომ კონკურენციის გაწევა რომ დაეწყო თქვა App Store-ისთვის ეს შეიძლება თქვას რომ დიდად ვერ იწევდა კონკურენციას. 2008 წელს გაიხსნა App Store, 2014 წელს მარტო თამაშების, მობილური თამაშების ინდუსტრია არის გაცილებით დიდი ვიდრე მუსიკალური შოუ-ბიზნესი. კოლოსალურ თანხებზე არის საუბარი. შეიძლება ითქვას რომ არა მარტო თქვა სიტყვაზე ტექნოლოგიური ბიზნესი, არამედ სულად ყველანაირი ბიზნესი შეიცვალა. და ეს მოხდა შემდეგნაირად. მოდი ჯერ გავთვალოთ და ასე გაზაანალიზოთ მოხმარების ქცევა მობილურთან დაკავშირებით. ეს მონაცემები რაც არის მოტანილი, ეს მონაცემები არის ამერიკული, იმიტომ რომ ამერიკულ სააგენტოებს ხშირად ჩვენია ხოლმე რომ გახსნას მონაცემები, რაც აქვს სხვადასხვა ამბების შესახებ. საქართველოში ახლა გაცილებით სხვა ასე ვთქვათ რეზულტატი იქნება, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. ამერიკა არის ქვეყანას ფაქტობრივად სადაც ყველაზე მეტი მობილური აპლიკაცია იყიდება. ანუ თუ რაიმეს მომავალში გააკეთებ და გააკეთოთ მობილური აპლიკაცია კიდევ გააკეთოთ. უნდა გავთვალოთ იმაზე, რომ თქვენი ბაზარი არის ამერიკა. და უკვე დანარჩენი ყველა სხვა. ანუ დღეში 100 წუთს იყენებს მობილურს საშუალოდ მოხმარებელი ამერიკაში. ეს ნუ გაგვიკვირდება და რატო? იმიტომ რომ საქართველოს არ არის. იქ უზარმაზარ ტერიტორიებზეა საუბარი და სამსახურში შეიძლება მოუწოთ 1 საათის სიარული შესაბამისად მეტრო ტრანსპორტი არის მობილურთან ურთიერთობა და ჩორლურიდან. მაგრამ აი გააგვიკვირდეთ ან შედეგებს, ესე იგი ფაქტურად ნახევარს რასაც აკეთებს მოხმარებელი მობილურზე თამაშობს. 53% არ თამაში. 26% არის რომ Facebook-ში ზის, Twitter-ზე ზის, ერთობა ეს თამაშია, ოღონდ არა მაინც და მაინც აპლიკაცია თამაში. ну დანარჩენი 10% არის ან მუსიკას უსმენს, ან რაიმე ბლოგერს კითხულობს და კიდე 10% არის რომ უტილიტებში ცდილობს რომ თავის მობილური უკეთესი გახადოს. ესაა და ეს. მაგრამ ეგეთ აპლიკაციის დახმარებით. ეგეთ აპლიკაციის დახმარებით. ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ რომ ინდუსტრიის ასე ვთქვათ ცენტრალური ბირთვი არის თამაშები. და ყველაფერს წინ წერს თამაში. ეს სხვათა შორის არ არის მარტო მობილურისთვის დამახასიათებელი. ეს არის დამახასიათებელი ეგრეთ წოდებული დესკტოპ კომპიუტერებისთვისაც და აგრეთვე სათამაშო კონსოლებისთვისაც. ну ყველაფერს თან რო გავანებოთ, ალბათ შოუ ბიზნესში ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო რომ ჰოლივუდს ვინმე ოდესმე აჯობებდა. წელს მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ არსებობს ეგეთი თამაში GTA 5, რომელიც გამოსვლიდან 3 დღეში 3 მილიარდ მოგებაზე გავიდა. ანუ გავიდა უფრო დიდ მოგებაზე, ვიდრე ბოლო ყველაზე წარმატებული 3 ჰოლივუდის ბლოკბასტერი ერთად აღებული. თან ეს საუბარია 3 დღეზე და ბლოკბასტერებს უნდა წელიწადი დაახლოებით რომ თქვა გასულიყო მილიარდად მოგებაზე, თქვა ალბათ იგივე ტიტანიკი. გავაგრძელოთ, ესე იგი საშუალოდ ამერიკაში ისევ 100 აპლიკაცია აქვს დაყენებული მოხმარებელს. აგრეგორ რაღაცა, ეს 100 აპლიკაცია ამიშოს 100-ს იყენებს. რეალურად შეიძლება იყენებდეს მაქსიმუმ 100. უბრალოდ ადამიანებს გვაქვს ეს კუთვნილების ჩება, აი ეს ჩები. ამიტომ აყენებს და შეიძლება არც ის უწაშფაშეულია, ან ეზარება უწაშფას. და შენარჩუნებულია და 100 აპლიკაცია აქვს. არა, ეს რა შეიძლება ხოლმე შემთხვევაც არა და კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვიცოდეთ რომ ალბათობა იმის რომ თქვენი აპლიკაცია რაღაცა ჩამოდურთოს და ესე დააყენოს მე ასეთ არის დიდი და რატო
ცოტა უცნაური რამ არის, მაგრამ არის 1,500,000 აპლიკაცია Google Play-ზე, 1,300,000 Google Play-ზე და 1,500,000 App Store-ზე. ნუ ხა რომ დააკვირდე ამდენი აპლიკაცია ვისაც ჯერჯერობით უნდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ახალ აპლიკაციას როცა უშვებ ბაზარზე, ალბათ უკვე ჩამოწერო არის საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ თვითონ სისტემას უაინტერესებს რაღაც ახალ აპლიკაციას მიცეს გასახადი, იმიტომ რომ აქედანაც ფული იშოვს, ზოგი აპლიკაციებიდან ფული აშოვნება, App Store-ზე და შესაძლოა თვითონაც უკეთებს პატარა რეკლამას. ვთქვათ, ჩემ მაგალითს გეტყვით, პირველი აპლიკაცია გავაკეთე, Kindle Fire არის ეგეთი მოწყობილობა, ამერიკაში ცხოვრობდი მაშინ, იმისთვის გავაკეთე სრულად რაღაც სრულებული აპლიკაცია, იმიტომ რომ დამაინტერესა ბაზარზე ახალი გამოსული, უბრალოდ მეთქი Amazon-ზე დავდებ და ერთი ახალ რა გამოვა. და ჩემთვის იყო აბსოლუტურად შოკი, როდესაც მეუღლე შევიდა 200 შემდგომ. ისე რომ არსად არ დამიწერია და დაჟე მეუღლისთვის არ მიქონს დავწერე, იმიტომ რომ იგონა ჩემთვის უკვე ესეთი სამწუხაროდ ცუდი აპლიკაცია იყო, საფონჯაში ხო რომ უყურებ რომ მიხატე თქვენი გაკეთებული ვიტყვი რომ არა ჩემი გაკეთებული, მაგრამ ნუ არის ესეთი რამ რომ აპლიკაციის ჩამოწერის ალბათობა არის დიდი, თუმცა აქ არის ერთი ვარიანტი, შეიძლება ადამიანმა ჩამოიწეროს აპლიკაცია, მაგრამ ის რომ აპლიკაცია ფული მოიტანოს, ეს არის უკვე ხელოვნების დონეზე აყვანილი და ამას სწავლობს თანამედროვე უმაღლესი სასწავლებლები თუ როგორ ხდება. ანუ ერთი რაღაცა უნდა ვიცოდე. თქვენ შეიძლება გამოგვიდეთ ძალიან კარგი დეველოპერები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი პროგრამისტი დაწერს კარგ აპლიკაციას, ეს ტყუილია. და მოვიყვან მაგალითს. საკმაოდ ცუდი პროგრამისტი არის, ვინც დაწერა Flappy Bird-ი, არ ვიცი გითამაშია თუ არა. რომელიც პოპულარული იყო რამდენიმე თვის წინ. ამას თვითონაც აპირებს. უბრალოდ ხარაულის თოფივით გაუვარდა, დაწერა სრულად სულებული თამაში, საკმაოდ ცუდი დიზაინით და დაახლოებით ერთ თვეში როგორც ზოგადი გამოთვლები რაც ხო გააკეთა 150,000 დოლარი. მაგრამ არ ვიცი გითამაშია თუ არა, ვიცავდა Flappy Bird-ის თამაში და ესეთი ნახევარი მომშევი დიდი ხანი არ ვერავინ ახლა თუ არ ვეთამაშობ და იმდენმა აგინა და იმდენმა იუზერმა დააბიჯერდა ვოკლა და ამას ამოვიდა თოში, თუმცა შეიძლება ეს მარკეტინგული გათვლისთვის გამოიყენა, იმიტომ რომ საქმიანაში აპლიკაციას როცა უშვებ ეთერში, სასურველია რომ მოულოდო, ხო? ამან გამოუშვა აპლიკაცია, ვიეტნამელი არის ტიპი, როგორც მახსოვს, და მიშოვა დიდი ფული და აღარ ინტერესებდა ხან აპლიკაციის მოვლა, ხო? განაცხადა, აი მაგინებენ და მაშინებენ და ჩემი აპლიკაცია აღარ იარსებებს და დაიხურა ფული და გაქრა და ალბათ ახლა რივიერაზე ცხოვრობს. კაცმა არის ის, მაგრამ მოვიშვა. მე ის პამინდა. მაგარი კლასის პროგრამისტი არ არის საუბარი, რომელმაც დაწერა თქვათ ეს აპლიკაცია და დიდი მოგება ნახა. ოღონდ ერთ რამეს უნდა გაუთვალისწინოთ, ეს Flappy Bird-ი, რა თქმა უნდა, არის სრული შემთხვევით. ეს Flappy Bird-ი, აი, დაждდა ხალხი, ფიქრა და მოიფიქრა და ვაი, მე რა კაი აპლიკაცია და გააკეთა არ ყოფილა. თუმცა ეს სრული შემთხვევით უნდა კიდე სხვა პროგრამასაც მოუვიდა ესეთი რამე და რაღაცას ცოტა ხანში გავაანალიზეთ. მობილური აპლიკაციების ინდუსტრიამ შექმნა 9 მილიონიანი სამუშაო ადგილები. ეს საუბარი არის ამერიკას. 9 მილიონი რიცხვი და არის. მთელ მსოფლიოში ეს შეიძლება იყოს უკვე ათეულობით მილიონი, რომ მთელი მსოფლიო ამაში ჩაბმული. მაგრამ თვითონ აი იმ ივლისში App Store-ის გამოცხადება მოიტანა ეს, რომ წლევანდელ წელს ეს მახასიათებელია და 2016 წელს ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება გავიდეს მილიონად. იმიტომ რომ არის ინდუსტრია იმდენად ძლიერი გახდა, რომ ფაქტიურად რასაც არ გააკეთებ, აი სულ ერთია. აი მაგალითად წინაზე ვნახე Facebook-ზე ძალიან სახალისო მაგალითი, რომ ფერმა გააკეთა ამერიკაში კაცმა, ფერმა რა უნდა იყოს, ფერმა ძოხები ყავს, ხო? და აპლიკაცია დააწერა. რომლითაც რაღაცას მართავს და მობილურში უნდა ხონდეს და რომ მივაძროხასთან რაღაც უნდა დააბეციოს. ანუ დააკვირდით ტენდენციას და ტრენდს, ანუ რა ხდება. ხდება ის, რომ თქვა, ის რომ რაღაცას ბიზნესი გაქვს და შენ მობილური აპლიკაცია გჭირდება, ფაქტურად არის გარკვეულება. შეიძლება მართლა არ გჭირდება, მაგრამ თვითონ ინერციაა ესეთი, რომ გინდა გააკეთებ. ეხლა განსხვავება რა არის მობილურ აპლიკაციასა და მობილურ ვებსაიტს შორის. არ ვიცი თქვენ ახლა მობილურზე თუ შესულხართ ნებისმიერ ვებსაიტზე, ნახავთ რომ ინტერფეისი იცვლის, ნებისმიერზე არა. აი თქვა სერიოზულ ვებსაიტზე თქვა და საუბარია თქვა Facebook-ზე, Twitter-ზე, Microsoft-ზე და სხვა რა. ბიზნესი აქვს ის, რომ დიდი კომპანიები და პატარა კომპანიები ცდილობს, რომ ისი ინფორმაცია და კონტენტი კარგად და ლამაზად იყოს მობილურში გადმოცემული. უბრალოდ მობილურ საიტსა და აპლიკაციას შორის განსხვავება არის ის, რომ აპლიკაციას აქვს საშუალება
რომ უფრო გამოიყენოს მობილური საშუალებები. საუბარია რაზე? მაგალითად, შეუძლია გამოიყენოს გიროსკოპი. რომ თქვათ, პოზიციონირება დაიჭიროს სივრცეში. შეუძლია გამოიყენოს სიტყვაზე არის თანამედროვე მობილურები, რომლებსაც ტემპერატურის გაზრდა შეუძლია. ეს პირველი თაობის მობილურებში, თქვათ, აი ესეთი შესაძლებლობები კი იყო, მაგრამ არ ქონდა საშუალება ბროუზერს რომ ეს გამოიყენებინა. მაგალითად, GPS-ის მონაცემს ბროუზერი ვერ იღებდა, მობილურის ბროუზერი. რაც თქო გავიდა, შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკურად თანამედროვე მობილურის ბროუზერები, ვინა Safari, iOS-ისთვის და ვინა ესე იგი Google Play-ისთვის, უბრალოდ Android-ისთვის Chrome, ყველაფერს, თითქმის ყველაფერს ახერხებს უკვე, მაგრამ საქმე არის რაში, როგორც გამოკვლევა მაჩვენა, ჩვევა და ასე ვთქვათ, მოხმარებლების ქცევა მივიყვანა იქამდე, რომ მოხმარებას ეზარება ბროუზერში რაღაცის წერა. თუ იცის, რომ არსებობს აპლიკაცია, ურჩევნია, რომ ამ აპლიკაციაში დააჯდეს და ესე ეძებოს და ჩართოს, ვიდრე გახსნას ბროუზერი და იქ რაღაცა იპოვოს. ამიტომ აპლიკაციებს აქვს, ასე ვთქვათ, თავისი ნიშა და კიდევ ერთი რამ არის. თუ თქვათ რაღაცას აკეთებ მობილურის ბროუზერისთვის, იქიდან ფულის ამოღება ერთ-ერთი შანსი არის, რომ დადო ვერ გაკეთე, ხო? როგორ უნდა გაკეთე. თუ აკეთებ აპლიკაცია, შეიძლება დადო, მათ App Store-ზე ან Google Play-ზე და რაღაცა თანხა მიიღო. აი ეს იქნება აპლიკაციის ბიზნესის ზონა 2016 წლისთვის. თუმცა ეს არის ძალიან მიახლოებით და არის ალბათობა, რომ იყოს ამაზე 1.5-ჯერ უფრო დიდი. აქ 9 არის უბრალოდ. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ ოღონდ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ზოგადად ბიზნესი შეიძლება ახლა იყოს თორე შეიძლება ითქვას, რომ ამაზე უფრო დიდხანს არის საუბარი, იმიტომ რომ აქ როცა საუბარი აპლიკაციების გარდა კიდევ არის მისი თანამდები ბიზნესებიც, ხო? ანუ ვთქვათ, Angry Birds-ი რო ავიღოთ, ხო, Angry Birds-ი მარტო აპლიკაცია არ არის, ეს არის ფრენჩაიზი, რომელიც ყიდის ხუთს და რომელმაც როგორც თავზე Disney-ი გააკეთა, Disneyland-ი გააკეთა თავისი ლენდი, ანუ ბიზნესის შეცვალა საერთოდ. სწორედ ამ აპლიკაციაზე მინდა ველაპარაკოთ. Angry Birds-ი არის ლეგენდარული აპლიკაცია და რატომ? იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი აპლიკაცია, ერთადერთი არა. ერთი აპლიკაცია, რომელსაც აინდენი ჩამოტვირთვა. ოღონდ ჩამოტვირთვა როგორ? ეს არ არის ის უპასუხა. ეს არის ნაყიდი. ამდენი ეგზემპლარი არის ნაყიდი. თან ეს არის საუბარი მარტო App Store-ზე, ანუ მარტო iOS-ისთვის არის 13 მილიონზე მეტი Angry Birds-ი ნაყიდი. ეხლა ისე ვუნდები დეველოპერს. რო გითხრათ, ვთქვათ, Angry Birds საშუალო დონის დეველოპერი ვერ დაწერს, ნუ გატყვეთ, თავისუფლად დაწერს. ანუ საქმე არის რაში, Angry Birds ტექნოლოგიურად არაფერი ისეთი არა, რომელიც ვერ დაიწერება. ეხლა ისიც რო გითხრათ, ვთქვათ, დიზაინერი ვერ დახატავს ამ Angry Birds, ეგეც არაფერი პრობლემა არ დახატავს, ხო არაფერი სირთულის დასახატი ეგ არა. რაში მოიგო 2009 წელს პირველად რო გამოვიდა. მოიგო იმაში, რომ ფაქტობრივად პირველი აპლიკაცია იყო, რომელმაც ყველას გული მოიგო. ეგ საუბარი არის იმაზე, რომ შვილიშვილის და ბებიასაც. და კიდევ იყო ფაქტობრივად პირველი აპლიკაცია, რომელმაც არ გაითვალისწინა დესკტოპის გამოცდილება. ანუ დესკტოპს ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამები ახალ სანამ გაჩნდებოდა მობილური ბიზნესი, იყო როგორი? რომ help-ი ქონდა, რაღაცა უნდა გესწავლა, რაღაცა უნდა დაგეჭირა, ანუ აი ეს იდეოლოგია, easy ქვია, what you see is what you get. ანუ რაღაცას, რომელსაც უბრალოდ ვაჭერდა მუშაობს, ხო? ეს ასე ვთქვათ, კი შემოდიოდა მოდაში და კი ხო სულ კომპანიები ეს გაეკეთებინა, მაგრამ აი ესე რადიკალურად ეს არ იყო. Angry Birds აქვს ერთი პლუსი, რომ ყველანაირი ტუტორიალის გარეშე ჩართავდა თამაში. არაფრის სწავლა არ უნდა. და ეს სულ ერთია იქნება, თქვა 3 წლის ბავშვი თუ იქნება მოხუცებული. ნუ თქვა მე ჩემ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი თვალით ნახეთ ეგულად როცა მივეცი ჩემი 3 წლის შვილს Angry Birds-ი როგორ ითამაშა. ყველანაირი ახსნის გარეშე. და თან ჩემთვის უფრო გასაკვირი იყო, აი მასაც ეს გასაგებია პროგრამისტად გათვლილი არ ქონდათ, მაგრამ აი რა მოიტანა კიდე Angry Birds-მა და თქვა აი რა მოხდა. ისე ჩემს დავაკვირდი, რომ აი ეგეთი გესჩერი რო არის, Zoom გააკეთო, ესე რომ უნდა გააკეთო. ისე რომ არავის არ უსწავლებია, როცა ჭირდებოდა რომ თქვა უფრო კარგად მოიტანა ღორი და დაემიზნებინა, ჩვენ უნდა დაგაკეთდა რაღაც. ანუ ეს იყო პირველი აპლიკაცია, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ინდუსტრია შეცვალა, იმიტომ რომ ჯერ ესეთი კოლოსალური გაგება ქონდა და მეორე ესეთი მიდგომა
შეიცვალა იმის მიხედვით, რომ მომხმარებელს რა უნდა შესთავაზოს. თანამედროვე ტენდენცია გახდა ეს, რომ მომხმარებელს უნდა შესთავაზოს პროდუქცია, რომელსაც ახსნა აჭირდება. ეს მუშაობდა რამოდენიმე წელიწადი, წლევანდელი წლის ლიდერები არის აპლიკაციები, რომელსაც ახსნა კი აჭირდება, თბილისში ჭყელეთ ვაჭირდება, რომ გაიგო როგორ მუშაობს და რატო ედო ბიზნესი როგორია, გადაჭერდა ბიზნესი იმით, რომ თქვა ესეთი აპლიკაციებია და გჭირდება რაღაც ესეთი სათამაშო, რომ ვერ გავიგო როგორ უნდა ვითამაშო და მე თამაშის მომენტში გავაკეთო. თქვა ეგეთი არის მონომედველი და სხვა თამაშები, რომლებიც ბაზარზე გამოჩნდა. კიდევ ერთი რაღაცა მინდა დააკვირდეთ, რომ ისევ საუბარი აპლიკაციების მობილურ აპლიკაციებზე საუბარი არის მის ბიზნესზე და ლიდერი არის თამაში. ეს არის გაკეთებული როგორ? პროგრამულად, პროგრამირებლის, ძალიან პრიმიტიულად მინდა აღიხსნა. დასაწერად თუ ძალიან პატარაზე მაინც კონდენ შეხება პროგრამირებასთან, არის საკმაოდ მარტივი. აღიხსნით რა, არსებობს ეგეთი ენჯინი, ბირთვი, ფიზიკური, რომელსაც უბრალოდ უხეშად აღსად ეგეთი რაღაცა, რომ არის შავი ხუთი. რომელსაც რაღაცას ვეკითხები და ის პასუხობს. ანუ, თქვა, მე ვეუნები, რომ თქვა, აი ხელში მიჭირავს ქვა და გისვრი თქვა დამკითხით. და მითხარი ყოველ წამს რას გააკეთებს. ის მაძლევს ამის პასუხს. ანუ, უხეშად თქვა, თამაშის დაწერა რჩება რა, მე უნდა ავდგე იმ შავყუთს გადავაკაზებოდან დიზაინი და თამაშები მზად. ძალიან უხეშად თქვა ესა. ენჯინი არის box to the, რომელიც გამოყენებულია ამ თამაში და ეს არის უფასო. და შეიძლება ითქვას, რომ უფასო ენჯინით აშენდა კომპანია Rovio და ეხლა დიდ წარმატებას შეედგა ამის შემდეგ სხვა თამაშებიც გამოუშვა. და ფაქტურად ყველა ისევ იმ ენჯინზეა დაფუძნებული. ეხლა შევხედოთ თვითონ ესე იგი აქ როწერია 9 მილიონი მუშა აპლიკაცია, ეს რას ნიშნავს? ეს არის რომელსაც იწერს ხალხი. თორე მილიონ ნახევარი ხო არის App Store-ზე. არის მილიონი აპლიკაცია, რომელსაც საერთოდ აღარ ახსოვს და არ წერს. ანუ როგორ მუშაობს App Store-ის თვითონ ენჯინი. თავიდან, როცა ახალ აპლიკაციას დადებთ, სტიმულობს მომხმარებელს, რომ შესთავაზოს იქნებ იმას მოეწონოს. თუ თქვა სიტყვაზე გავიდა ერთი წელიწადი და არავის არ მოეწონება, საერთოდ აღარ იხსენებს იმაზე. თუ პატრონაც არ გაიხსენა და იმ მაღაზიას არ გაიხსენა, გასაგებია რომ ეს არის უხეშად ვთქვათ, საფერტები იყო ჩატოლილი ტავარი. ამას დაჩვილი ხას აღარ მოძიებს. ეს არის მუშა აპლიკაცია. მუშა კიდე რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ აპდეიტი უკეთდება მინიმუმ თვეში ერთხელ. დეველოპერების რაოდენობა შეხედეთ, დაახლოებით 90,000 კაცი მუშაობს, რომ აპლიკაციები აღკვეთოს. 37% არის უფასო აპლიკაციების. აქ არის ერთი საინტერესო რამ. იმიტომ რომ Google Play-მა დაწეოდა App Store-ს, Google Play მიიღო როგორი პარადიგმა, როგორ რამ ჩამოაყალიბა. მოდი შეზღუდვებს არ გავაკეთებ დეველოპერებს, მეტაი რამე გააკეთოთ, ჩემთან და პრობლემა არ იქნება. და ძალიან ასე ვთქვათ, მიცა საშუალება დეველოპერებს, რომ ბევრი უფასო რაღაც ისურველები დაეხარა. ანუ წავიდა რაოდენობისკენ უფრო ვიდრე ხარისხის. Steve Jobs ის განაცხადნა, რომ მის პლატფორმაზე პლაგინი აკრძალულია, სხვა ფრეიმვორკი აკრძალულია და სანამ აპლიკაციას გამოაქვეყნებს 2 ლიცენზია უნდა გაიაროს ესე გამოაქვეყნო. მიიღო რა შედეგი? მიიღო ის შედეგი, რომ მისი აპლიკაციები უხეშად ვთქვა, დეველოპერები აიძულა რომ მაღალი ხარისხის გაიგებდნენ. ნუ თქვა App Store-ზე როცა თუ გინდა აპლიკაციის დადება საქართველოს ძალიან რთულია, იმიტომ რომ სანამ გაწევრიანდები დაგაბერები, რამოდენიმე თვე. ყველაფერს გქონდა, იმიტომ რომ მათთვის ჩვენ ვართ სახიფათო ხალხი. ჩვენ ვართ ლიდერები სოფლიოში პირადული პროგრამით. შესაბამისად, საქართველოსთან რაღაცას ვაკეთებ, ის ყოველთვის გიყურებს ამაცერად, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ვინახავ და ყველანაირ სტილს რომ მოგიშუროს. და თუ თქვა გაძები და რამოდენიმე თვე იბრძოლე და არ ვერ მოგიშორდა, მე დადაპირებაც აპლიკაციას. საშუალო ფასი არის $3.50 აპლიკაციების. ოღონდ ეს არის საუბარი იმაზე, რომ რაც ფასიანია, არ არის საუბარი იმაზე, რომ ფასოც ამაში შედის საშუალებაში. იგივე მახასიათებელი Google Play-ზე არ არის გაცილებით ნაკლები. მაგრამ App Store-ს აქვს პლუსი რა, App Store-ს აქვს ის პლუსი, რომ მისი მომხმარებლებს უმეტესობას აქვს რაჩვევა, რომ მან უნდა აპლიკაცია იყიდოს. ანუ შეიძლება უფასო აპლიკაცია შეხვდეს, მაგრამ უფასოს არ ჩამოწეს, იმიტომ რომ მის აზროვნებაში ჩარჩენილია, რომ რაღაცა ესე უფასოა და რაღაცა არა. Google Play-ში უყურმა და აუც მეგონი ყველა სამდროებები უმეტესობას, რომ ნახოთ თუ პასიას ნახავ, ესეც საქართველოში ვერ ჩამოვიძე, ძალიან ცუდია. თუ არ გადახედა რაღაცა თუ არ იწვავა.
მაგრამ ამას მოვაშორ, რაც არ უნდა ფასიანი აპლიკაცია იყოს, მის უპასო ვერსიას იპოვო. ამიტომ ამაზე თავს არ აიგებს. და გადავიდეთ დეველოპმენტზე. თვითონ როგორ კეთდება აპლიკაციები. როდესაც 2009 წელს სტივ ჯობსმა გამოაცხადა, რომ ჩემთან კიდევ გამოვდები, არანაირი ფრეიმვორკი არ იქნება, პლაგინი არ იქნება. მას ჰქონდა ძალიან სერიოზული გათვლა. ეს მართლა გენიოსი იყო და მერე გამოჩნდა, რომ რა გათვლა ჰქონდა. მას არ უნდა რომ ვინმე, ასე ვთქვათ, თანამესუფრე ყოლოდა და ვიღაცას კიდე მაგასთან ეკეიბა. გააკეთა რა სიტუაცია. რომ ჩაკეტა თავის სისტემა თავიდან ბოლომდე, დეველოპერები აიძულა რომ მისი პროდუქცია ეყიდათ და გარდა ამისა დეველოპერები აიძულა რომ მის გარემოში დაეწერათ პროგრამა. ანუ თქვა სიტყვაზე რომ აგეღონდა თქვა სიტყვას დაგეწერა სხვა გარდა მე რეპუტაცია გაეკეთებინა iOS აპლიკაციის ამ საშუალებას არ ეცემა. და როგორც ლექციის დროს ცოტა ადრე ვახსენე რომ თქვა რომ ჩემს პლატფორმაზე Flash-ი არ იმუშავებს. რატო თქვა? ნუ თქვა ისინი გასამართლებელი საკუთი იყო რომ Flash-ი ნელია. რო დააკვირდე ახლა ვერ ვიტყვი რომ ტყუილი თქვა, იმიტომ რომ Flash-ი ნელია უმეტეს შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში Flash-ი მუშაობს დაბალი დონის დეველოპერი. და რატო? Flash-ი არის ერთ-ერთი უნიკალური გარემო ჩემი გამოცდილებით გეტყვით რა, რომელშიც შეუძლია აპლიკაციის კეთება, თქვა ვებ კომპონენტზე ნებისმიერ ან საიტისა სხვა რაღაცის, როგორც ფაქტურად გამოუცდელ ადამიანს, ასევე ექსპერტს. ასეთი ტიპის გარემო ძალიან იშვიათია. თავისუფლად სტილობდა Microsoft-ი, რომ იგივე გააკეთებინა Visual Studio-ისთვის და Visual Basic-ის პირველი ვერსია დაახლოებით იგივე იყო, მაგრამ თანამედროვე Visual Studio რომ ამღოთ აი UI და პროგრამა დავწერეთ რაღაცა ორკოდიანი მაინც, ის კი სანაპირო როგორც დაწერდა და დაბერდა. ანუ რთული. მაგრამ Flash-მა ეს შეინარჩუნა. თანამედროვე ქართული საიტების რომ ნახოთ, თქვა სიტყვაზე რაღაცა საინფორმაციო პორტალები. იქაც თქვა რომ აკვირდები თქვა დესკტოპზე ზიხართ, ხო? ნუ რაღაცა იხტუნაობს, რაღაცა რეკლამებია ხელს არ გიშლი. მაგრამ task manager-ი რო გავუშვათ, ნახავთ რომ თქვენი ბროუზერი სადაც 50%-ს მაინც რესურსს იღებს. ანუ დესკტოპზე პრობლემას არ წარმოადგენს, რომ რაღაცა კომპონენტი შეიძლება ნელი იყოს. ამ ბევრ თქვათ ბანერებს და რაღაცებს აკეთებს არც ისე მაღალი დონის დეველოპერი. შესაბამისად მართლა ამდენებს სიტუაციას. ეს ხელზე დაექვია Steve Jobs-მა თორე არსებობს დეველოპერები, რომელსაც შეუძლია Flash-ი დაწეროს ისეთი აპლიკაცია, რომელიც თქვა iOS-ში ჩქარით მუშაობს, როგორც ეგრეთ წოდებული native აპლიკაცია. რატო გონდა Steve Jobs ეს გათვლა? იმ პერიოდში time killer-საც ეძახიან, დროის გაყარებია. თქვა სამსახურში სიხარ, Facebook-ი არ არის ისეთი პოპულარული იმ პერიოდში წარმოიდგინეთ და დროს ეთქვა, რომ უმეტესობა შედიოდა რაღაცა საიტზე და რაღაც ისულიერ თამაშობ, ხო? ეხლა იგივე სიტუაციაა Facebook-ზე შედიხარ და Candy Crush საგას და რაღაცებს თამაშობ. იქ ყველა უმეტესი თამაშები Facebook-ზე რასაც თამაშობ, ან თუ თამაშობ საერთოდ, ხო? არის Flash-ი დაგეთებული. ადრეს იყო ეგეთი რაღაცა, რომ თქვა ეს time killer-ები ყველაფერი იყო Flash-ი დაგეთებული. Steve Jobs-ის გათვლა იყო შემდეგნაირი, რომ მას უნდა რომ თქვა აი ეს რაღაცა გართობა და აი ეს entertainment უხეშად თქვა გადმოიტანა მობილურში. ანუ დესკტოპისთვის საერთო რაღაც ნიშა. სწორედ ამიტომ თქვა რომ Flash-ი ჩემთან არ იქნება, აიძულა დეველოპერები რომ რაც უკვე გაკეთებული იყო და თამაშები კომპონენტები რომ გააკეთებინათ სპეციალურად მისი პლატფორმისთვის და დამიცა კარგი პირობა, ხო? აი გაიგეთ ჩემთან პრობლემა არა, იმიტომ რომ თქვა Flash თამაშები რაც იყო და რაც ახლა არის ბროუზერისთვის. აქვს მინუსი რა, ფაქტურად მარტო მუშაობს რეკლამაზე, ხო? იმიტომ რომ თქვა Flash თამაშს ბროუზერში არ უნდა რეკლამის, რომ ციხოს. ეს გათვლა ჰქონდა და მოახერხა ის, რომ სანამ ესე იგი Android market-ი ამას დაეწევა და გააავსო თავისი App Store-ი ბევრი აპლიკაციით და კიდე მოიტანა ის სიტუაცია, რომ იმდენად გავლენიანი პერსონა იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ Flash-ი დომინანტი იყო თელ ბაზარზე, ხო? ყველა აფიქრდა, რომ იქნება ეს Flash-ი არ გვინდა და იქნება მოვეშვა და იქნება არ გავაკეთოთ და დაახლოებით 2-3 წელიწადში აღმოჩნდა, რომ Flash-ი რომელიც იყო ყველა საიტზე ფაქტურად არსადაა. ამას აქვს თავის პრაგმატული მიზეზი. საიტი რომ ვინმე შევიკეთოთ და ხათო გამიკეთეთ Flash-ს არ გამოიყენეთ, იმიტომ რომ იცით რომ მობილურში ვიღაცა უნდა ნახოს, ხელი არ გამოჩნდება. შესაბამისად თავიდან და თავს არ აიქმნით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თქვენ დარჩენდებათ ორი რაღაცის კეთება, ცალკე დესკტოპის საიტის და ცალკე თქვა სიტყვაზე კეთება მობილურისთვის და ეს არავის არ აწვევს.
გარდა ამისა, შეიძლება პირდაპირ გააკეთოთ აპლიკაცია და App Store-ზე და არ იცვალოთ კომპონენტების კეთება. მაგრამ ის რომ Flash-ი, ასე ვთქვათ, Steve Jobs-მა თქვა, რომ არ იქნება, ეს აიმეთ უნდა ჩანაცვლებული. Steve Jobs-მა განაცხადა ესეთი რაღაცა, რომ იმ პერიოდში უკვე ძალიან პოპულარობას იზედა ეგრეთ წოდებული HTML5 კონსორციუმი. რა არის HTML5? ძალიან პრიმიტიულად რომ აღიხსნათ, ეს არის ჩვეულებრივი ვებსაიტი, რაც იყო მანამდე, ოღონდ ვიდეოს და აუდიოს დაბრალ შეეძლოს. მეტი დიდი განსხვავება არა. და კიდე შემილია რაღაცა ინტერაქციები და რაღაცები როგორც Flash-ში გააკეთო მის ნაწილში. ანუ რაიმე ნოვაცია არ არის. შეიძლება ითქვას, რომ HTML5 არის ის, რომ HTML-მა დაიმატა თავის საკუთარი Flash-ი. მეტი არაფერი განსხვავება არ არის. და Steve Jobs-მა სოფლიოში შესთავაზა, რომ მოდი აი HTML5 გამოვიყენოთ ყველა ბრაუზერებში, ყველა მივხედოთ და გამოვიყენოთ Flash-ს და ყველა ავშენებთ. ამასაც ხოდა საკმაოდ სტრატეგიული გათვლა. გათვლა უნდა რა? რაც არ ნაცნობი იყოს HTML5 კი შესთავაზა სოფლიოს, მაგრამ სტანდარტიზაციის ბოლომდე საფორტი არ მიცე. Safari-ში HTML5 მუშაობს ცერად. ამას თავის მიზეზია. მართლა HTML5-ში თუ რაღაცეები გააკეთე და იმუშავებს, შეიძლება მიაღწიო აპლიკაციის დონესაც. ხოიტო რო დააკვირდეთ, არის როგორი სიტუაცია. უმეტესი აპლიკაციები, რაც არის App Store-ზე და Google Play-ზე, არ იყენებს არც გიროსკოპს, GPS-საც არ იყენებს. ბევრს რამეს არაფერს არ იყენებს. არის ჩაურდული რა მაუსის ნაცვლად აჯერთიც. ფარი ვერცია ხო თიცუდა ხო. ხა იგივე შეიძლება რაღაც ჩეკინი და რაღაცა გააკეთო თქვა Facebook-ში, მაგრამ რო არ გააკეთო არც მაგის პრობლემა არა, ხო? იმუშავებს GPS-ის და რაღაცების გარშემო. ბოლოს და ბოლოს ინტერნეტით გაიგებს თუ რა location-ზეა. ანუ ვის თამიდა? აქ საუბარი არის იმაზე, რომ ეს ნიშა HTML5 სოფლიოს შესთავაზეს, მაგრამ კაცოს არ მოუვიდა. თელი web developer-ი გადაერთო იმაზე, რომ მოდი Flash-ს მოვეშვა და ეხლა დავიწყოთ HTML5-ის კეთება. ცოტაკაში აღმოაჩინეს, რომ დიდი ტყუილია ეს ყველაფერი და არავის აფერში არ ჭირდება და ჯობია რომ მოუარო აპლიკაციები აკეთონ მობილურისთვის, იმიტომ რომ მომგებიანიც არის და უფრო წარმატებული. მაგრამ HTML5-ის დამცველებმა მოიფიქრეს შემდეგი რა, რომ ესე იგი, როდესაც პროექტს აკეთებთ, როგორი სიტუაციაა, უმეტეს შემთხვევაში მობილური აპლიკაციის შეკვეთას კომპანია არ იღებს. იღებს კომპლექსურ შეკვეთას. ანუ მობილური აპლიკაცია თუ ვინმე სჭირდება, იმას სჭირდება ვებსაიტიც, იმას სჭირდება შეიძლება პრინტიც დაჭირდეს, შეიძლება სხვა რაღაცების დაჭერაც, ანუ მობილური აპლიკაცია ცალკე მდგომი შეიძლება იყოს, რომ ბიზნესში ფაქტურად არ არსებობს. შეიძლება მობილურ აპლიკაციას სჭირდებოდეს თავისი დესკტოპ აპლიკაცია, რომ აქაც იმუშაოს, ხო? მოხდა, როგორ ვთქვა, იყო წარმოუდგენელი სიტუაცია ხდება, იყო რა სიტუაცია მაგალითად ვთქვა, ავიღოთ Word-ი და Excel-ი, გადავიდა მობილურში, ანუ ჯერ პირველი ვერსია იყო ვთქვათ დესკტოპზე და მერე გადავიდა მობილურში, არის უკანასკნელს. ეს არის საუბარი WhatsApp-ზე, რომელიც გაჩნდა მობილურში და ეხლა ცდილობენ, რომ გადავიდნენ დესკტოპზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მობილური, თანამედროვე მობილური უკვე თვითონ ხმის თავის საკუთარ აპლიკაციებს, რომლის ანალოგის გაჩენაც სჭირდებათ დესკტოპზე. აქ კიდე ერთი რაღაც არის გასათვალისწინებელი, რომ ტრაფიკი ინტერნეტის უკვე 60%-ზე მეტი უჭირავს მობილურ აპლიკაციებს და თვითონ მობილურს. ანუ სუბერტია ეს ბრაუზერი იქნება თუ რა იქნება. და ნებელა ისეთი სიტუაცია არის დიდი ალბათობა, რომ დესკტოპის სამუშაოდაც კი ჩაანაცვლოს მობილურმა მოწყობილობებმა. ნუ ახლა შეიძლება ვიღაცა თქვას, რომ ეს ფაქტურად შეუძლებელია, ანუ თქვა ჩემი გამოსტილებით, რომ თქვა სიტყვაზე ავიღოთ მაგალითი, რომ Word-ში და რაღაცა დავუყიშდოთ. ნუ რა თქმა უნდა, ტაბლეტი რომ მომცემი გამიჭირდება, ვეშვა და მიშენდა დაუჭირდა თქვა კლავიატურაზე დავუჭირდა. თუმცა ეს პატარა თაობაში ეგრე არ არის. არ ვიცი თქვენ გამოგიყენებია თუ არა. Android-ზე არის ეგეთი კლავიატურა Shift-K არის, Perfect Keyboard და სხვა რაღაც აპლიკაციები, სადაც ეგრეთ წოდებული gesture შეიძლება სიტყვები აქვს, ანუ სიტყვებს კრებ. ხო არის თქვა დაუწყე რაღაცისა და საგესტა ამიტომ ამას ხო არის. ამის გარდა შეიძლება თითი ამოძრავო და ხელოვნური ინტელექტი ხდება თუ მისი დაწერა გინდა. და პატარა თაობისთვის ეს უკვე ესეთი რაღაცა ხდება, რომ ურჩევნია, რომ თქვა ტაბლეტზე ესეთი რაღაცები აკეთოს და დაბეჭდოს ტექსტი, ვიდრე დაჟეზე ჩემსავით, თქვა სიტყვაზე კლავიატურაზე გააკეთოს ეს ყველაფერი. ანუ ვის თქმიდა, რაც უფრო პატარა თაობა მოდის მისთვის, რომ უფრო მისაღები არის მობილური მოწყობილობები, ვიდრე თქვა სიტყვაზე გინა დესკტოპი და გინა ლეპტოპი. ანუ საუბარი რაზე იყო, როგორც თქვა სიტყვაზე გადავედით ნედლად და დესკტოპის კომპიუტერს საკმაოდ იშვიათად ნახავთ, თუ არა სამსახურებში სხვაგან ფაქტურად არავის აღარ აქვს. შეიძლება მოვიდეს დრო, როდესაც
თქვა სიტყვაზე ტაბლეტთან ჩამონაცვლოს შორიულ კონტენტს. ნუ ამის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გადადგა Microsoft-მა, რომელსაც Surface-ი გამოუშვა და ცდილობს, რომ მომავალში ეს იქნება სიტყვაზე ლეპტოპი თუ იქნება ეს ტაბლეტი იყოს ერთი და იგივე. დაუბრუნდეთ ისევ development-ს HTML5-ის დამცველებმა მოიფიქრეს ესეთი რაღაცა, რომ მოდი ვაკეთებ რაღაცა ვებსაიტს, ხო? მინდა რომ აი ამ ვებსაიტის აპლიკაციას ჰქონდეს მობილურში, ხო? მოდი გავაკეთოთ ისე, რომ მივცეთ საშუალება გამოვიგროვოთ რაღაცეები, რომ ამ საიტიდან მივიღოთ აპლიკაცია, რომელსაც დავდეთ App Store-ზე, შევაფორმოთ, გავაკეთოთ კიდევაც და ჩამოვიდოთ ადამიანმა და ვთქვათ, გამოიყენოს. ნუ პრობლემა ეს ცადეს და მიიღეს შემდეგი ტიპის პრობლემა. რომ საკმაოდ მელი აღმოჩნდა, უფრო მელი ვიდრე Flash-ი ერთი და მეორე ვარიანტი ეს HTML5-ის გამოყენება სახარბიელო არის მაშინ, როდესაც მუშაობ ფორმებს. ნუ თქვათ სიტყვაზე რაღაცის შეყვანა გინდა, რაღაც გაკეთება გინდა, თორე მასში თქვათ თამაშის დაწერა, ამ თქვათ სიტყვაზე რაიმე რთული ინტერაქციის და რაღაცების კეთება არის საკმაოდ რთული. და ამიტომ ყოველ ნებისმიერი დეველოპერი შეეცდება, რომ როგორმე თავიდან აიციოს. მაგრამ ის იდეა, რომ ერთ გარემოში რაღაცას წერდა ეს მუშაობს როგორც ესე იგი ბრაუზერში, ისე აპლიკაციად, ისე ტაბლეტის აპლიკაციად, ისე თქვათ ლეპტოპის აპლიკაციად, ეს იდეა თქვათ HTML5-ზე იყო. თუმცა დიდად არ გამა. შემდეგი ეტაპი იყო, რომ HTML5 სიტუაციაში უკვე ჩაერთო Flash-იც, რომელიც ფაქტურად განადგურებული იყო და ისევ გამოწვა სიტუაციიდან რით. Steve Jobs-თან თქვა, რომ Flash-ი არ იქნება, Flash-ს საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სულზე მოუსწრო Google Play. უბრალოდ მაშინ Android მარკეტინგი. Google-მა იმდენად შედებოდა ბევრი აპლიკაცია ყოფილიყო მის პლატფორმაზე, განაცხადა შემდეგი რამ, რომ ოღონდ აპლიკაცია დაწერეთ, როგორც გინდა, სადაც გინდა დაწერეთ, რა ფრეიმვორკიც გინდა გამოიყენეთ და ჩემთან გაკეთეთ. შესაბამისად, Adobe-ს მიეცა საშუალება, რომ იმ Flash-ში რაღაცები დაემატებინა და რაც ადრე კეთდებოდა, თქვა ბანერები იყო თუ თამაშები იყო, მარტივად გაკეთებული ყოფილიყო Google Play-ისთვის, ანუ ინდოინელი Android მარკეტინგისთვის. და Flash-თან გამოაცხადა, რომ თქვა ის არის პლატფორმა, რომელშიც შეგვიძლია აკეთო Android-ის აპლიკაციები. ამას კიდევ ერთი რამე დაეხმარა, რომ Steve Jobs-ი ცოტა მოვლა და თან დაინახა, რომ ხელა ისტორი ქონდა, რომ აზრი აღარ ქონდა გაჭიქებას, უხეშად რო თქვა. და თქვა, რომ პრობლემა არ არის, გასაგებია, რომ შეგვიძლია გააკეთოთ ნებისმიერი აპლიკაცია, საბოლოო კოდი უნდა მიიღოთ ჩემი კომპიუტერიდან. ანუ გინდა არ გინდა, Apple-ის კომპიუტერი უნდა ქონდეს ნაკეთი, ოღონდ მანამდე რას იზავდა, როგორ გააკეთეთ, ეს ჩემი პრობლემა არ არის. შესაძლოა მოხდა რა, რადგან მოპარაკობდი, რომ ერთ გარემოში რაღაცას წერ და შემიძლია რამოდენიმე სივრცეში დავდო, ხო? ამას რატო არ მნიშვნელობა? ნეველა ამ ჭიდაობით და თქვა აი ამ რაღაცა ხრიკებით Google Play საკმაოდ დაეწია App Store-ს, მოგებით ვერა, იმიტომ რომ App Store-ზე როგორც გითხარით, უფრო მეტი ყიდულობს აპლიკაციას, Google Play-ზე უფრო მეტი ცდილობს, რომ უფასო ჩამოწევოს, ხო? მაგრამ ბიზნეს მოდელი არის ესეთი, თუ რაიმეს აკეთებ თანამედროვე სიტუაციაში და თუ შენ აპლიკაციას აკეთებ, ფაქტურად იძულებული ხარ რომ გააკეთო როგორც App Store-ისთვის, ისე Google Play-ისთვის. შესაბამისად ხდება რა, იგივე Angry Birds-ი ვარგოთ, ხო, დავწერე რაღაც თამაში. თუნდაც 13 მილიონი იყიდა ადამიანმა იმაზე გაქვი App Store-ზე. რატო უნდა იგივეს თუნდაც 5 მილიონი Google Play-ზე ვიყო, ხო? რა ხდება? თუ მე წერ ეგრეთ წოდებული native პლატფორმაზე ხდება ეს ვარიანტი, რომ მე ცალკე მიწერს დაწერა იმისთვის, Google Play-ისთვის და ცალკე მიწერს App Store-ისთვის. რაც თქო არის ხარჯი და არის კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, დრო. ამიტომ ისეთი დიდი კომპანიებიც კი, როგორც არის Rovio, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ახალ თამაშებს უშვებენ, თქვა Angry Birds-ის გარდა ხო გამოუშვეს თამაშები. იყენებენ პლატფორმებს, სადაც ერთხელ წერენ კოდს, მაგრამ აპაბლიშებენ სხვა პლატფორმას. ნუ თქვა ესეთი არის Flash-ი, ანუ იგივე Adobe-ი და ესეთი არის ეგრეთ წოდებული Unity 3D, რომ იმას აქვს რა, რომ Unity 3D არის თავიდან ბოლომდე გათვლილი თამაშებზე. მაშინ ძალიან რთულია ბიზნეს აპლიკაციების კეთება. რა აქვს პლუსი Flash-ს? Flash-ი შეგვიძლია ნებისმიერი რამე აკეთო, გინდა თამაში გააკეთო. საბაგრიდერი გაკეთებულია Flash-ში. Adobe-ით არის დაფაბლიშებული Google Play-ზე, დამჭირდა რომ განაკეთებინა Windows-ის რიდერი, შევცვალე, ანუ თქვა და კოჩოვანი და თქვა სიტყვაზე რაღაცა წინის გადაშლა ესეა და თქვა აი წინის ზედა ეს იყო. ეს კომპონენტები შევცვალე
Windows-ის კომპონენტებად კიდე რაღაცა კოდები შეცვალეთ და რაღაცები დავამატე გამოვაყენე და ანუ დიდი დანახარჯების გარეშე მივიღე დესკტოპის აპლიკაციას. სხვა შემთხვევაში მომხდარიყო რა უნდა დამჟდარიყავი და თავიდან დამეწე დესკტოპამდე. და შესაბამისად აღმოჩნდა რა ამ ბრძოლაში native და HTML5 შორის და Flash და HTML5 შორის ეხლაც კი გაცხარებული ასე ვთქვათ ბრძოლა არის, მაგრამ საქმე არის რაში? ეს არის სულთა ბიზნეს მოდელის სიტუაცია, რომ როგორ უდგები საკითხს და რამდენი მიჩნდება. როდესაც თქვა ჩვენ იმას საკითხზე გადავიდეთ, ჩიპაში რომ გადავწყვიტეთ, რომ თქვა ჩვენ ვასწავლოთ მობილური დეველოპინგი თქვა სტუდენტებს, ამაზე ქონა ფჭობა, რომ როგორ ვასწავლოთ და რატო აი ეს დააკვირდით შეხედეთ. არსებობს ეგრეთ წოდებული native პლატფორმა, ანუ აქ საუბარი რაზეა. თუ App Store-ისთვის, iOS-ისთვის წერ უნდა დაწერო Objective-C-ში, თუ წერ Android-ისთვის უნდა დაწერო Java-ში. ანუ არის ეს აგიენა და პლატფორმა, რომელშიც უნდა იმუშაოს. არსებობს HTML5. HTML5 არის ნავები ბევრი სხვადასხვა ენის. ანუ HTML5-ში ერთი ენა კი არ უნდა იცოდე, თვითონ HTML, უნდა იცოდე JavaScript, უნდა იცოდე CSS და კიდე რაღაცები. ანუ საქმე რაშია იცი? დამწყებისთვის, რომელიც საერთოდ ახალი დამწყებია, ხო საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ იმის ნაცვლად რომ ვთქვათ, მიხვიდეთ და რაღაც ერთი ისწავლო, ეჯახები რომ სამი რაღაცა გაქვს სასწავლო და შეიძლება დაგამბოს. მით უმეტეს რომ JavaScript-ი თქვათ CSS გარდა იმისა, რომ თქვათ ფიგურულ ჩრდილოეთ გამოყენება, სხვა შედეგებას არაფერ დაგავს, ხო? ამიტომ რთულია. შესაბამისად, ჩვენი თქვათ ჯიპაში გადაწყვეტილება რომ მოდი მობილური აპლიკაციების კეთება სულელება დაიწყო Flash-ით იყო ძალიან მარტივი მიზეზის გამო. როგორც გითხარით, Flash-ი არის პლატფორმა, რომელშიც კოდის წერის გარეშე ან სამი ხაზი კოდის დაწერით შეგვიძლია გააკეთო აპლიკაცია, რაც ფაქტურად ცხრაგან არის შეუძლებელი. და მე სულ უგაცოდ ლექცია საიდან დავიწყე? დავიწყე იმით, რომ თქვა პირველად მე შეხედა კონტენტი თამაში და ყველაფერი ვისწავლე თამაში. საკმაოდ გახარებული ვიყავი, როდესაც წავიკითხე მასაჩუსეტსის ინსტიტუტის ერთ-ერთი პროფესორის სტატია, რომელიც წერდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პროგრამირება ასწავლოს სტუდენტებს რაღაცა ცუდი მაგალითები. ანუ რა მაგალითები ეკვირა, რომ მოდი კოდინგი ვისწავლოთ, შავი ეკრანია, რაღაცას გაწერდნენ და ეს შედეგი უნდა მიიღოთ. ეს არის ძალიან დამღლელი და სტუდენტს რთულობს. სტუდენტმა უნდა ისწავლოს, თქვათ, დეველოპინგი და პროგრამირება თამაში. და შესაბამისად აქ არის რა, რომ თქვათ, SAP ის რომ სანაპირო კოდს გაუშვებ და რაღაც აპლიკაციას გავაკეთებ მობილურისთვის, შეიძლება დამჭირდეს 3 დღე, SAP ის რომ მობილურს შევაერთებ, ჩავთავ Flash-ს, რაღაცას დავხატავ, გავუშვებ და მობილურში გვაქვს და ხატავს. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ვინც ეხლა იწყებს დეველოპინგს, მისთვის არის საკმაოდ კარგი ხერხი, რომ ისწავლოს პროგრამირება. პლუსი კიდევ რა აქვს. სოფიოში ყველაზე პოპულარული ენა დღევანდელ სიტუაციაში არის JavaScript. იმიტომ რომ JavaScript-ი გამოიყენება ბრაუზერებში. და რა თქმა უნდა, ყველა ბრაუზერი, ანუ თუ ნებისმიერ საიტზე რომ შედიხარ, იქ JavaScript-ი მუშაობს. ანუ რა გამოდის, რომ ნებისმიერ პროგრამას ეს უნდა მოწონს, არ მოწონს, JavaScript-ი უნდა იცოდეს. ანუ ეს არის de-facto სტანდარტი ენა, რომელიც უნდა იცოდე. ActionScript-ი არის JavaScript-ის უფროსი ძმა. უფრო მეტი შესაძლებლობებით ენა. ანუ რა გამოდის, რომ თქვათ, ActionScript-ი არის Flash-ის ენა. რაშიც შეიძლება რომ გააკეთო მობილური აპლიკაცია. ანუ რა გამოდის, რომ თუ თქვათ, ისწავლე Flash, შენ შეგვიძლია გააკეთო შედეგი რა. დავატოვოთ შენ. გააკეთო აპლიკაცია, რომელიც იმუშავებს iOS-ს, Android-ს, Windows-ს და Mac-ს. ისე, რომ კოდის შეცვლა შეიძლება საერთოდ არ დაგჭირდეს. შესაძლებელია იყოს ეს. ან პატარაზე რაღაცას შეცვლა დაგჭირდეს. ენა არის JavaScript-ის მსგავსი, ანუ დამწყებისთვის არის idеალური გარემო, რომ მარტივად ისწავლოს. JavaScript-ი არის ენა, რომელიც მეწუნეთ, რომ თქვენს დღეს არა და რამოდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოვაკლოთ. და რატო? გარდა იმისა, რომ ეს ბრაუზერის ენა, ბევრი ეგრეთ წოდებული ინტერფეისი, რომ მართოს სხვადასხვა ინფორმაცია, არის სპეციალურად მორგებული იმაზე, რომ JavaScript-ში იმუშაოს. და თანამედროვე სიტუაციაში ეგრეთ წოდებული big data, ანუ დიდი კომპანიების მიერ გახსნილი ინფორმაცია, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ანუ
ხო არის ერთი ვარიანტი, რომ თქვა რაღაც ინფორმაცია, თქვა ამინდის გაგება მინდა და რაღაც შევედი საიტზე და ვნახე. მეორე ინფორმაცია, რომ მე შემიძლია რაღაც კომპანიის ინფორმაცია წამოვიღო, ჩემ ჭკუაზე დავახარისხო, გავუკეთო ანალიზი და მივიღო შედეგი. ანუ ის მინდა. ცოტა ამაზე მაგალითს მოგიყვანთ. ჩინეთის გოგო, რომელსაც ახალი დაწყებული იყო პროგრამირება, გააკეთა დაწერა დესკტოპის პროგრამა, რომელიც შედიოდა ამერიკის სიმსივნის ეგრეთ წოდებულ ცენტრში, სადაც გროვდება მთელი ინფორმაცია, დაწერა ანალიზატორი და მიიღო რა შედეგი, რომ თუ ქალი ჩააბარებდა ანალიზს, ფაქტიურად 95% ალბათობით ეუბნებოდა არის თუ არა ძუძუს კიბოს საშიშროების წინ. და როგორც თვითონ მე აღმოაჩინა ამერიკის ჯანდაცვის სააგენტო მილიონობით დოლარი მოუტანა სახელმწიფოს. ერთი და მეორე დაეხმარა განვითარებად ქვეყნებს, იმიტომ რომ თქვა თუ ამერიკაში ამის პრევენცია შესაძლებელია და იქ გიდაგინა თუ დასრულება გიდაგინა მიდიხარ სამართლებოში და ეს თვეში ერთხელ ესინჯება ნებისმიერი ადამიანი. თქვა აფრიკაში ამას არ უნდა აკეთოს, ხო ან თქვა ასე თქვა განვითარებად ქვეყნებში. შესაბამისად თუ რაიმე ტიპის ანალიზი არსებობს, მას შეუძლია თქვა ესეთ ქვეყანაში ადამიანს უთხრას, რომ ალბათობა გააქვსო, შეიძლება დაგემართოს, აუცილებლად მიეკითხებს. და ეს ეხმარება კიდევაც ასე ვთქვათ სხვა სფეროებს. ანუ რის თქმა მინდა. ესე იგი, საბოლოო ჯამში რომ მივიდეთ, იქამდე big data-სთან შეხება საკმაოდ ცოტა ხანში ყველას გექნება. ანუ ჩვენ შეგვეძლება მოვიპოვოთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ხშირად. და ერთია ინფორმაციის მოპოვება და მეორე არის, რომ ამ ინფორმაციის დამუშავება შევცვლით. ერთი ვარიანტი იქნება რა, იქნება ის რომ ხოლმე დესკტოპისთვის რაღაცებს ჩვენთვის დავწერთ და ინფორმაციას გამოვიყენებთ. მეორე ვარიანტი იქნება რომ ის big data უმეტეს შემთხვევაში იქნება სწორედ რომ მობილური აპლიკაციებისთვის. და რატო? როგორც გითხარით, ტენდენცია არის რომ მობილურის გამოყენება უფრო იმატებს და მობილური აპლიკაციების გამოყენებაც უფრო იმატებს. შესაბამისად, თქვენ ეკნებათ საშუალება, ნებისმიერ ვისაც მოუნდება, რომ დაწეროს რაღაცა ინფორმაცია გამოიყენოს, დაწეროს აპლიკაცია და მასში იყოს ეს ინფორმაცია გამოყენებული. და აქ მეწმუნეთ JavaScript და ECMAScript-ის სოლა ძალიან დაგეხმარება. ნუ თქვა ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ცოტას თავში მოვივიდა. ამერიკის ჯანდაცვის სააგენტო ხსნის კიდე რაღაცა ტიპის ინფორმაციას, მილიონი პროგრამა არის დიეტის, რომელიც ფილოსოფიას აწუხებს, მაგრამ ამაზე დაყრდნობით შეიძლება დაწეროთ მართლა ისეთი დიეტის პროგრამა, რომელიც მოგიტან მილიონი. ანუ დეველოპინგი ისწავლეთ, დაწერეთ ეს პროგრამა და წელში მე გამიყვანეთ. ერთმანეთს რომ თქვა აი ესეთი თქვა რაღაცა უფრო მეტი და მეტი იქნება და თქვა ისევ არც ვიცით ჩვენ უკვე ვიყენებთ ამის ამ ტიპის ინფორმაციას თუნდაც იმას რომ ჩვენ ზოგადად ხარ ტემპერატურას რომ მაძლევს ეს არის აი ამ დიდი საინფორმაციო სივრცის ნაწილი. კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ბანახალ რეზუმეს გავაკეთებ. თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ მობილური აპლიკაციების კეთება დაიწყოთ, არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც Adobe-ის ანუ იგივე Adobe Flash-ის გარემოში ისწავლოთ. არანაირად არ არის აუცილებელი. არსებობს თქვა PhoneGap-ი, არსებობს Native პლატფორმა და სხვადასხვა უამრავი პლატფორმა არის. უბრალოდ ჩემი გადასახედიდან და ჩემი წარმოდგენიდან არის ის, რომ ეს არის ყველაზე კარგი პლატფორმა დამწყებისთვის, იმიტომ რომ არ გაგიჭირდებათ. არის სახალისო, იმიტომ რომ მარტო კოდს არ დაწერთ. აი თქვა ამისი თქვენ ნახეთ თუ არა ჯიპაში წელს სასერტიფიკატო კურსი გქონდა. იქ სტუდენტებთან ჩემთან ერთად იმიტომ სამთოში გადიდად მე მოვაკეთებს ადამიანი რომ თავდადლოდი პროგრამირება ისწავლოს, მაგრამ ჩემთან ერთად გააკეთეს აპლიკაცია, რომელშიც თქვა ერთ ვარიანტში არის საუცხოოდ ის ამას წარმოგებული. ეს პრეზენტაციაში დამაუს და თქვა ერთი არის ფაქტობრივად თამაში არის. ძილის წვების და იმის დასწორ წვები დაითვალა გონებაში შეიძლება დიაჯერო და რეალურად დაითვალა და მეორე არის ის რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობდა, სტუდენტი ახაც მუშაობს, გააკეთა განწყობის ლექსები, ანუ თქვა იმის დამოკიდებით, გარეთ რა ამინდია, რა ხასიათზე ხარ და რა გინდა, თქვა აიღე მობილურ აპლიკაციას დააჭერთ ის და შემოგთავაზებს რაღაცა ლექსს, რომ თქვა განწყობა ან გაგიუმჯობესოს, ან გაგახაროს და ასე შემდეგ. ანუ ის თქვა მინდა ამის კეთება იყო ძალიან საინტერესო რატო? ამის შეგვიძლია კითხოთ კიდევაც, როდესაც დაწუნებული ვარ იგივეს გეტყვი. იყო სახალისო. არაფერი არ ხდებოდა ისეთი, რომ აი, მოდი ახლა დავუშვდეთ და კოდი დავწეროთ და ყველა საკუთარ კოდის წერა წარმოუდგენია, რომ აი, სკოლაში რომ ტრიგონომეტრიას აკეთებთ და რატო გაჩვენა რო არ იცოდა. ან გეომეტრიაში სამკუთხედების სწავლების ნიშანი რო იყო და რატო უნდა შემედარებინა, რომ სამკუთხედი რო ცხოვრების ბოლომდე ვერ გაიგე, ხო? ანუ საქმე რა შეეცი, როდესაც
ეხები აი ესეთ ამ გარემოს და განსაკუთრებით ფლეში თვითონ იმისთვის არის, რომ აკეთო ჩინი თამაშები გაერთო და იხალისო. შესაძლოა ამ პლატფორმაში თუ დაიწყოთ ამ პლატფორმით რაღაცას კეთებას. ვეთქოთ რომ ძალიან იხალისებ და თუ ვთქვათ ნამდვილად მოგინდებათ რომ ვთქვათ სერიოზულად ჩაუძვეთ ასაკეთს და ისწავლოთ ამ პლატფორმაზე დაყრდნობით გუგლური აპლიკაციების კეთება შეიძლება ჯიბაში პრობლემა არ არის კურსია სპეციალისტის და შეიძლება ესწავლოთ. სულ ეს იყო თუ რაიმე კითხვა გაქვთ? შეიძლება იბანა. რენდერინგ ენჯინი ალაში ახლა სტანდარტი. ხო. სწორად გავაკეთე. გააჩნიათ ამას. სკროლინგ ჭირდება ბექგრაუნდის ობიექტზე მოძრავი ობიექტი. დაახლოებით 5000 ფიქსი. სიმაღლეში სიგანაში ფიქსირებულია. შესაძლებელია თუ მარტო მაგი არის შეიძლება მაგი გააკეთო ეგრეთ წოდებული GPU მოდით და ისე რომ სტარლინგი არც გამოიყენება. მაშინ შეიძლება შესაძლებელია. კი ბატონო. ეს ამას დავკახე PHP-ს უცხოური კომპანია Zendy, რომელიც უშვებს პროგრამებს და მაგას ახასიათებს რომ შეიძლება PHP-ში დაიწეროს პროგრამა როგორც საიტისთვის, ასე მობილურისთვის და ასე iOS-ისთვის. Იგივე ანუ PHP-ს იქნება ბაზა და თქვა არაფლეში, არამედ JavaScript. მაგრამ ძირითადად კოდი გაფრთხილდა PHP-ზე და ეს დაახლოებით არის იგივე სიტუაცია, რაც გითხარით, რომ საუბარი არის, როდესაც საუბარი ხდება HTML5-ზე. ანუ საუბარი რაზეა მოუშვათ ამას. პლატფორმა ის რომ მობილურისთვის რაიმე აპლიკაცია აკეთო არის ბევრი, როგორც თქვი. არის ის რომ HTML5-ში აკეთო და მე გადაიყვანო, PHP-შიც არის Python-ი ენა თუ გაგიგეთ, იმაში შეგვიძლია გააკეთო. შეგვიძლია გააკეთო თქვა სიტყვაზე, ეგეთი სარავინი არის. საჭიროა C# გააკეთო და როტაცია გაუკეთო. ოღონდ საუბარი რაზეა, იცი? აქ არის მიდგომაზე. პირველი რამდენად მომზადებული არის დეველოპერი, რომელსაც უნდა ამის გაკეთება. PHP-ს აქვს რა, PHP-ს სწავლა არ არის რთული. მარტივი ენა, საკმაოდ მარტივი ენა. მაგრამ აი ეს გარემო რომელშიც უნდა იმუშაო და გარემო ააწყო, ისაც ცოტა რთული. ერთი და მეორე მომენტი კიდე რა არის, იცი? PHP არის შეიძლება ითქვას ეხლა ეძახიან ძველი თაობის ენას. ანუ როგორ ვარიანტია, მასში თანამედროვე ენების ეს ფუნქციონალი არის სულად განვითარებული. და შესაბამისად ახლა ვინმე რომ PHP-ში დაწეროს მობილური აპლიკაცია ალბათობად ძალიან ცივია. იმიტომ რომ დიდ აპლიკაციას ვერ დაწერთ. პატარა აპლიკაცია თუ უნდა რაღაცა გააკეთო და გაერთო. ალბათობად გინდა გააკეთე Flash-ში, გინდა გააკეთე ვთქვათ, phone-ში და ასე შემდეგ. შესაძლებელი არის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ერთი რაღაცას უნდა გაითვალისწინოთ, საქმე რა შეიძლება, როცა საუბარი არის პროგრამირებაზე. მე რომ მაგალითი მოვიყვანო, რომ პირველად ჩემი რაღაცა X-ი გამოდა, Y-ი მისდევდა დავწერე Basic-ში, ხო? ის ბავშვობაშიც კი ჩემით რაღაცა მოვისწავლე, მერე გამომადგა Flash-ში რომ დავიწყე რაღაცას კეთება, თუმცა Flash-ში Action Script იყო, მე ძალიან გავს JavaScript-ს. საქმე რაშია? თუ მართლა პროგრამირება სწავლობ და ერთი ენა მაინც იცი, არ არის რთული სხვა ენაზე გადასვლა. უბრალოდ არის შორნურ რაღაცა, როგორც თქვა სიტყვაზე სოლს მოიყვანა და ერთგვარად შეიძლება გიყვარდეს და აწახვიდე, შეიძლება რაღაც პლატფორმას ასე ვთქვათ, დაუმეგობრდე და იმ პლატფორმაზე იმუშაო სულ. შეიძლება თქვა ეს პლატფორმა აღარ მოგეწონოს და მოეშვა და წახვიდე. ანუ ეს არის პროგრამისტის გემოვნებაზე. თუ პროფესიონალი პროგრამისტი ხარ, მე შემიძლია გითხრა დარწმუნებით, რომ წელიწადში ერთი ახალი პლატფორმის სწავლა გიწევს. ეს. უბრალოდ აქ საუბარი რაზეა, იცი? როცა კურსზე ვლაპარაკობ და თქვა მობილურ აპლიკაციებზე და დამწყებლებისთვის ვლაპარაკობ უფრო და უფრო შეიძლება ჰუმანიტარებისთვისაც, ხო? მათთვის ვლაპარაკობ ასე ვთქვათ, უფრო გამარტივებულ ენაზე და გამარტივებულ ვარიანტში, რომ არ შეეჩინეთ, იმიტომ რომ საქართველოში და ხშირად შეხვედრია ადამიანები, რომ პროგრამირებას მოუხსენებ სახელმწიფოებმა, ეშინდნენ. აქ საუბარი არის იმაზე, რომ თქვა რა რის მიღწევა უნდა იცი, რომ არ შეგეშინეთ, ეს არ არის საშიში. ეს დაახლოებით არის როგორც ცურვა რა, ოდესღაც გასულა, ხო? და თუ იხჭობი კიდე ვიღაც დაგეხმარება რა, დაახლოებით იგივე სიტუაცია. კიდევ არის კითხვები? იმაზე მარკეტზე გადაანიშნეს რამდენი რესურსები არის, საიდან შეიძლება ვისწავლო, აი პროგრამები გამოვიდეს. ძალიან მარტივია. თუ გააკეთებ სტარლინგში პროგრამას და დააპაბლიშე.
ეთიკეტით, ხო? პირდაპირ თვითონ არა, მაგაზე რა თვითონ მარკეტზე შესვლა, Google მარკეტზე როგორ სწორიგზები როგორ გამოიყენება. მაგი არის შეიძლება საკითხელობა. საკითხელობა. სიგნი რამე კარგი ხო არის. ერთი რაც არის აუცილებელი. აპლიკაციას უნდა ქონდეს თავის საიტი. აუცილებელი კი უნდა კიდევ უნდა ქონდეს YouTube-ზე ვიდეო რეჟიმი. ეს არის აუცილებელი. მიზეზი პირდაპირ ლინკს Google Play-ზე, Facebook-ზე არ გადაგებებს. წამიშის. იმწავს. ანუ შენ მოგიწევს რომ თქვა საკუთარი გზერდის ლინკი დადო რომ პრომოუშენი გავაკეთო ეს ერთი და მეორე ვარიანტი YouTube-დან უფრო მეტ კროსლინგს აიღებ და თანადროულ სიტუაციაში როგორ აგეზარება რა კითხვა ახლა თუ არის YouTube-ის ლინკი დავაჭერ და ვნახავ რა. საწყისი არის ეს. კიდე მაგაზე არის სხვადასხვა თქვა ტენდენციები, ერთ-ერთი უმთავრესი კიდე ხერხი პოპულარობის მოტოვის არის რა. ბევრი ბლოგი არის, რომელსაც 10,000-ობით კითხვები ყავს რა, გინდა თამაშების იყოს, გინდა თქვა იყოს ნებისმიერ რაც შეეხება ანდროიდს, ხო? უნდა აირჩიო ბლოგი სპეციალური წერილი უნდა დაწერო გამართულად და შესთავაზო ბლოგის ავტორს, რომ თუ შეიძლება ჩემი აპლიკაციას რევიუ მიეცდე. თუ ხეშად თქვა Fabi Bertis არის არაუთობრივი გაუვარდა ადამიანს და რევიუ მოგცეს. Fabi Bertis კი მოუწევს ფოტოშოპს. რევიუდან წამოიღო. ერთ დღეში 30,000 ჩამოიღო შეიძლება დაგეკარგოს. ისე რომ ანუ რაზე საუბარიც აქ არის ერთი ძალიან ცუდი რამ. რო იცოდეთ, როცა საკუთარ აპლიკაციას უშვებ. ეს არის აი სუფთა წამა ვიდეოში გადიხარ და რა მოხდება კაცო მაგის. წამალი ფაქტურად არ არსებობს და რატო? წიგნი მქონდა, რომელშიც იყო Android მარკეტინგი და შარშანი ითვლებოდა რომ ფენომენალური წიგნია და MSO-ზე მქონდა 5 კულები და რაღაცები. წელს უკვე ითვლება რომ ეს წიგნი უკვე მოძველებულია. ანუ რაც გითხარით, აი Angry Birds-ი ხომ მუშაობს იმაზე, რომ თქვა სწავლა ამჭირდება როგორ ვითამაშო. დღევანდელი ყველაზე წარმატებული თამაშები თქვა ბოლომდებელი რაზეა აწყობილი. რომ ტვინი უნდა ეჭვდო როგორ ვითამაშო, ხო? ანუ საუბარი რაზეც ტენდენცია ყოველთვის იცვლება. და აქ არის ერთი რამ, თავარი ესე ერთი ვიცი რომ საიტი გჭირდება, მეორე ვიცი რომ YouTube გჭირდება. რაც გჭირდება, ესა კრეატივი. რაც გინდა მოიგონოთ. როგორც გინდა მოიგონოთ. და ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ. ერთი ჩემი რჩევა იქნება. აპლიკაციას რომ დაწერ დაიწყეთ. ანუ აპლიკაციის პრომოუშენს არ აკეთებ. აკეთებ უკვე მთელი სისტემის პრომოუშენს. მარტო აპლიკაციას აკეთებ პრომოუშენს. ანუ მოიცა აპლიკაციის პრომოუშენი კი არ აკეთო. უნდა აკეთო რა ისი ახალი რაღაცაა. ვაირალად სხვანაირად დაწერო. ეს ის თქვა მიდეცი, რატო გახდა Fabi Bertis პოპულარული, ხო? განაიხადე რომ კაი აპლიკაცია და კაი თამაშია. იმიტომ რომ ნერვები გეშლება. და იმას, რა ქვია, ბლოგერს ორენ ესეცა რომ ეს არის თამაში, რომელსაც ყველაზე უფრო მომიშალა. და ამიტომ გახდა პოპულარული. მივხვდი რას ვაპარაკობ, ანუ აპლიკაცია მოეშვი აპლიკაციას დაწერილია. მოიფიქრე ლეგენდა, რატო კაი აპლიკაცია და რატო უნდა გაიგიდოს და კიდე მაგალითს მოგიყვან, აი ხო, App Store-ზე იყო პოპულარული რა აპლიკაცია. მოფიქრება ხო უნდა ბომჟი, რომელიც მათხოვრობს და უნდა შევინახო. აი ხო და აკო და თავში რატო უნდა მოგივიდეს. იყო ერთი კვირა ყველაზე პოპულარული რა ქვია App Store-ზე. ანუ საქმე რაშია რომ მობილურში წოსოს ნამდვილი ბომჟი იყო ვიდეო იყო გადაღებული და შენ რა თქმა უნდა გული გეთანატრება და შედიხარ და აწვევ და ასმო და რაღაცა და ნუ როგორ წარმოშთა მე პაროდია გააკეთა ავტორმა აი ეს Facebook-ზე რა ცხოველებს უბინა რაღაც აი მაგისი და ასე დაასახა თავის პროდუქცია. ის გამოდეცი შეიძლება აპლიკაციას ისეთი მოიფიქრო რომ რაღაცა არ იყოს ასე ვთქვათ თარათული აპლიკაცია. შესაბამისად აი ეს როგორ არის ის სუფთა კრეატივია და რა თქმა უნდა მარკეტოლოგებთან უნდა გაიარო გამოცდილება და უნდა გაიარო კონსულტაციები, მაგრამ მეც მომე კიდე ერთი ვარიანტი არის რომ ჯობია თავიდან ჩამოყალიბდე და როგორ შესთავაზებ შენ პროდუქციას ხალხს და მოეშვი მას რაც აკეთებული ლეგენდაში. აი ესა და ეს. კიდე რაიმე გიყვა რა? იბატონო. პრინციპული განსხვავება რა არის native-ში გააკეთოს, მაგალითად iOS-ისთვის რაღაც აპლიკაცია და მეორე Adobe-ში რომ კოდის კონვერტირება რა გააკეთოს, ხო? ანუ უფრო სუბუქია, ხო ერთე იგივე სამერაშია. თავის დროზე ქონდა დიდი ისა, რა ქვია, პრობლემა. პირველი რო გამოვიდა პირველი iPhone, თუ არ ვცდები, იყო 600 MHz-იანი რა. და როცა 600 MHz-იანი ნუ კომპიუტერი იყო საბოლოო ჯამში. მაშინ თუ native-ში არ დაწერ, შეიძლება გამიჭედოს პროგრამა. დღევანდელ სიტუაციაში, დღევანდელ მობილურებში შეიძლება იყოს რომ დიდი განსხვავება არ არის. ხო, ეს გავიგე.
გერც გაიგებ. ნუ გაიგებ რაში. თქვა Adobe Air-ზე პროგრამას ვაკეთებ, თქვა სიტყვაზე ავიღოთ Google Play-ზე, ხო? ზედმეტ 10 მეგაბაიტს ამატებს. რატომ? ეს არის iOS framework-ი, რომელიც ჯერ უნდა დააყენოს და მერე იმაში გაუშვას საკუთარი აპლიკაცია. ანუ იმის ნაცვლად, რომ Java-ში დამეწერა, უხეშად ხდება რა, რომ რაღაცა არის, რომელიც ჩემი და Java-ში უთარგმნის virtual box-ი არის. virtual box-ი არის რა, უხეშად. ანუ საუბარი რაზეა, იცი? თანამედროვე სიტუაციაში რო გითხრა, თქვა სიტყვაზე რაიმე წარმადობაში მოგებას ნახავ, ფაქტიურად არა. ოღონდ არის გასათვალისწინებელი. ეხლა თუ თქვა Half-Life-ზე მობილურისთვის აქ უნდა native ზონაც აღიქვა. მაგრამ Half-Life მობილურისთვის რო დაწერო, ამას ხელას უნდა მარიფათი უნდა, რომ ჯობია ამ საკითხს მოვიშო. და ამ შემთხვევაში ჯობია რომ cross platform-ი აიღოს და ან Air-ი იყოს, ან თქვა Unity 3D იყოს, ან თუნდაც Focus-ი იყოს. იმიტომ განსხვავებას ფაქტურად ვერ ამაიშვება. წარმადობაში განსხვავება ნული. ერთადერთი არის ფაილის ზომა დიდი. აი მას ნახავ. ან ალბათ მომენტი ალბათ რა თუ ბანკისთვის და რაღაც სერტიფიკატები გაქვს ჩასაფრთხილი და იმას რაღაცა, აითაც ალბათ native-ში ჯობია, იმიტომ რომ იმას რაღაც არის სერტიფიკატები ეგარ აი სუპერ დაცულობაზე ვიდა. იცი რა, მაგაში აბსოლუტურად გეტყვი, თუმცა საუბარი რაზეა, ესეთი სუპერ დაცული გვეუბნება ჩვენ Google Play-ზე ახლა სიტუაცია და ყველას გვაცვლებინებენ მოხდა რა Google Play-ში შეცვალა რაღაცა და რაც კი აპლიკაციები გვინდას ვიდეოს Google Play-ზე ყველამ უნდა შეცვალოთ. ნუ ერთი ვარიანტია, რომ იცით რა, რაღაცა გატეხეს და ამიტომ security ვარიანტი და მეორე ვარიანტი მე დიდი ეჩვენა რომ გააკეთეს რატო, რომ უნდა ნაგავი მოიშორო. ვინც არ გამოწვის ესე იგი იმ აპლიკაციებს არ უნდა აღუშლის და წაშლი, ულის და წაშლი. ანუ საუბარი რაზეა, იცი, native სწორი შეიშვება სანდროს native-ს იყენებენ მართლა, როდესაც აი რაღაცა ისეთი კრიტიკულია, რომ იმის იქიდან არის. ესაა სიჩქარე და მეორე ვარიანტი, როდესაც თავიდან ბოლომდე გინდა შენი მობილურის რესურსი წარმოება. არა, ნუ ხა ეგეთი ტიპის აპლიკაცია, რომ მობილურის რესურსი სულად ჭირდებოდეს, მე ვერ ვეცემ. რა უნდა იყოს, ეგრევე ვერცი შეხედათ უშენებს. პრინციპში ის თამაშები, რომელიც არის ლიდერები და ტოპები, შეიძლება თქვას, რომ არ არის მათთვის განუწყვეტი, რომ იყოს მეითი. ეხანდელი სიტუაცია როგორ არის? მე რაც ნახეს, App Store-ზე 10 თამაშიდან ლიდერებიდან 5 იყო Unity 3 და 2 იყო Adobe Air, 3 რაში იყო ასე რა. უბრალოდ ის გამიდა იცი რომ ანუ native შეიძლება ის 3 იყო, მაგრამ რო გადავხედო, დიდი საბადობით არ იყო, იმიტომ რომ რაზეა საუბარი, იცი, კვალიფიკაცია და ფული ყოველთვის მოქმედებს. ახლა თუ შემიძლია რომ გადაუხადო ერთ გუნდს და დამიწეროს ერთი აპლიკაცია ორი პლატფორმის და პირობ და დამიჯდეს $100,000, რატო უნდა გავამრავლო ორზე, ხო? რაც ამ როლიო იყო და მილიარდებს უწევდა და მილიონებს. რატომ უნდა შევეცდები მინიმიზაცია გავაკეთო რესურსების. ამიტომ ესეც ასე ვთქვათ არ არის. ის რომ ამ native პლატფორმას თუ მოგიდეთ ხელს, მოგიდეთ, მაგრამ აუცილებელი არ არის ამ სიტუაციაში. კიდევ რა ვჭერით? Adobe Media Server-თან მქონიათ შეხება და მანდ ვარგოდი მუშაობდი მაგ სისტემასთან და არ ვიცი რამდენად ნათში გაძვრება ინფორმაციას RDMA პროტოკოლი. ისთვის ჭირდება აქედან დამოწვა. Real-time თამაშებისთვის. Real-time თამაშებისთვის რას ვაპარაკობ? ის ჭირდება რომ თქვა ამას იყენებ როგორც კონსოლს და ამაში თამაშო? არა. კავშირდება ორი ადამიანს, რომელიც შევსწრებს და через მივხვდით, ბაზისაზე ესა Left 4 Dead თამაშობთ 4 ადამიანი და მინდა რომ real time-ი იყოს. UDP პროტოკოლიდან რომ გადიოდეს. კი, უბრალოდ შეგვიძლია. გადის ნაცი გადის. კი, მაგამდე ვერ მივედი ჯერ და მეში. ოღონდ არის პრობლემა. UDP 50-60 პორტზე გადის, ხო? პრობლემა ექნება. ოფიციალურად ნახონეს ნაკი. და $25,000. ანუ საქმე რა შეიძლება მანაირად მაშინ ჯობია რომ არ იყიდო Adobe Media Server-ი და თქვა Red File იყიდო, Red File უპასუხა და ის გარება. არა, საერთოდ UDP პროტოკოლი როგორც მე როგორც მახსოვს UDP-ზე შეხება არ მქონია, მაგრამ როგორც მახსოვს description-ი UDP აქვს. მე შეხება არ მქონია, იმიტომ ეგეთ რაღაც არ დამიწერე. არ იყო თქვა ჩემში. მე როგორც ვიცი აქვს, მაგრამ მეორე მომენტიც არის. თამაშს გააჩნია, რამხელა ის მიდის, სტრიმინგი, რამხელა ინფორმაციას აქვს? 50 მიგიწამ. კი, მაგრამ ზონა. ინფორმაციის ზონა, არც თითო პაკეტი დიდი არის. და რა გინდა მაინც და მაინც ვიდით რომ გავუშვი. TCP რიგში გება და ერთი
თუ ჩავარდა მე ელოდება შემდეგ სიგნალს და TCP რეალ-ტაიმ თამაშებისთვის ძალიან გამომართებელია და დაყოვნება რომ გაუგებია სიგნალი ყველა ვარიანტში მაგ შემთხვევაში რომ თუ ეს TCP-ს გამოვიმერო. ამ შემთხვევაში რაც Adobe Media Server პლატფორმა იძლევა TCP გადის სერვერიდან UDP მიდის პირდაპირ P2P აქვს. კი, P2P საშუალება აქვს AIR-ს არ არის აუცილებელი. მე ზუსტად ვერ ვიტყვი რომ მოგატყუა არ ვიცი ახლა მაგი აქვს თუ არა, მაგრამ ესე იგი აქვს თუ არა მაინც და მაინც TCP IP-ს გარდა სხვა რაიმე საპორტი. მე როგორც ვიცი აქვს, მაგრამ იცი რა GitHub-ზეც არის სპეციალური კლასები და სპეციალური პლატფორმები, რომელშიც ეს პრობლემა მოგვარებულია. ერთ-ერთი მაგალითად მახსოვს, ერთ-ერთი ის ესპანელი დეველოპერი რეინალდო კოლუმნა, რომელსაც ეგ აქვს დაწერილი ზუსტად. რომ თქვა P2P იყოს ფლეშისთვის და გამოიყენა თამაშისთვის. და შეგვიძლია მაგით დაწერა. შენ ზეც შემოვსენოთ. რეინალდო კოლუმნა. მას ქონა დაწერილი როგორც მახსოვს, იმიტომ რომ სადღაც ან Facebook-ის ჯგუფში ან სადღაც წავაწყდი რომ დადო GitHub-ზე Windows-ო სორსი. არ გამომიყენებია, უბრალოდ ინფორმაციას გასწრებით რომ შეიძლება გამოგახდეს. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა იქ როგორ არა რა აქვს დაწერილი როგორ მუშაობს არ ვიცი. უბრალოდ ვიცი რომ real-time თამაშებისთვის დაწერა თვითონ რაღაცაში ჭირდებოდა. და გარდა ამისა შეიძლება GitHub-ზე დაწეროთ და იქნება რა კლასი ვიღაც დაწერილი. ამის პრობლემა არ უნდა იყოს ეს. თან დაკავშირებით ვეძახით ერთ-ერთი დიდი პლუსია სხვა პლატფორმების შორის რომ საშუალება აქვს ეს გამოიყენოს სისტემა. სხვაგან ბევრი ეძებდა და ეს კარგად დახვეწილი სისტემები ვერ ნახე სხვა პლატფორმებში. იცი რა არის მაგ უფრო ერთი მომენტი არის თამაშის წერისას შეიძლება პარადიგმა გაითვალო ისე რომ TCP IP-ზე იმუშაო და პრობლემა არ ქონდეს. ან ვისპამინეთ Left 4 Dead-ი რო ვახსენე. Left 4 Dead-ში შენ რო გამოვარდები იქ რა ხდება? ბოტი იღებს თავის თავზე შემოქმედებას, ხო? ანუ როგორ არის, ამ შემთხვევაში თუ შენ პრებეთი პარადიგმა გაქვს თამაშის, აუცილებელი შეიძლება არც იყოს, რომ პირდაპირ ხაზზე ვეჭდე. თუ პაკეტი ჩავარდეს. პრობლემა გააკეთო 2 წამიანი, მაგას ვეციონავდა. პრობლემა არ არის წამიანი, სიტყვაზე და შეიძლება ესეც აღწვა. რატო გამიგიცი? მან არის ერთი რაღაცა, რომ გაიტანოს შეხედე რა არის თამაშს რო აკეთებ. არასდროს არ შეეცადო უნივერსალობას მიაღწიო. აზრი არა. შეუძლებელი. თავარი არის იმუშაოს. თუ შენ TCP IP-ზე ხედავ მუშაობს და რაღაცა შეგვიძლია გააკეთო, მაშინ წადიან თუ ხედავ რომ ვერ მიდიხარ, მაშინ წადე ის სერვერი. თუ ხედავ კიდევ ვერ მიდიხარ, ეს სერვერი რო რისპამინეც მედია სერვერზე მერაც მინახავს, შეხება არ ხომია. სიმართლეს გეტყვი. ნუ და $25,000 ვლაპარაკობ, რატო ვლაპარაკობ? რამდენიმე წლის წინ რაღაცა ძალიან სერიოზული პროექტის აკეთება შემოთავაზეს და მივხვდი რომ მედია სერვერზე ვერ გავექცეოდი და ვნახე რაც მომჭირდებოდა, რამდენი ჭირდებოდა და $25,000 ნუ ჩამწეს რომ გიჟივა და თავი გაამეფს ამ სიტუაციას. მაგრამ საქმე რაში არის, იცი? შეიძლება ახლა სხვათან ხაყივდეს, ან თქვა რაღაცა რაც ჭირდება ის საერთოდ პასუხს იღებს. ერთ-ერთი ვარიანტი არის ის, რომ მედია სერვერი არის საკმაოდ მელი, რაც მე წამიკითხავს. თვითონ მელი პლატფორმა, ამიტომ თვითონ რადგან იქნება გაშვებული, თუ შენ სერვერზე იქნება ძალიან ძლიერი სერვერი უნდა იყოს და თუ თქვა სამე არ იყოს ჰოსტინგზე, ხო? შეიძლება ძველი დანიშნოს ის პროცესი დამშავოთ სერვერზე. ხო, ხო. საკმაოდ ისაა. აი ვიდეო არის, ხო? იცი როგორ არის მეგონი მიიღო და გადაიყვანეს რაღაცას. რაღაცა ჭიდაოდა და რა. ვუგზაზე გადაიყვანეს მეგონი ვორს. იმიტომ ძალიან დიდ რესურსი მიაქვს რა. იცი როგორ არის ეს მედია სერვერი თავზოზე დაწერეს ექსპერიმენტალური პროექტი იყო. დაწერეს Java-ში. მე რაღაცა დაამატეს Confusion-ში. მე რაღაცა კიდე მიამატეს, მე რაღაცა კიდე მიამატეს და საბოლოო ჯამში რომ ვიტყვი რომ კაი პროდუქტია, ვიტყვი რომ ამას თავიდან ვერ გადაწერებ. და ყოფილი როგორ სიტუაცია არა, ესე იგი 5 ფრეიმვორკი უნდა გაეშვას რომ მანქანა იმუშაოს. შესაბამისად მონგებიანი არ არის უბრალოდ რა. რო თქვა სიტყვაზე მაგაზე დიდი წარმატების რაღაცები არის. იმიტომ ნელია. ტელევიზია ქონდა მაგ ვიდეოშიც მაგალითად. მაგრამ ნელია და რესურსი ითხოვს სერიოზულად. დაყოვნება ქონდათ მე და ჩვენ რო უყურებთ, ჩვენ ჩანაწერს უყურებთ, აქედან გამომდინარე შიდა ტრაფიკი მოიგეს და კი მოიგეს, მაგრამ ნუ ხა მეორე მომენტიც არის რომ იცი რა არის აი როცა თამაშზეა საუბარი და მაგრამ რეალ-ტაიმი და შეიძლება მაქსიმუმ რა იგივე შეიძლება გჭირდებოდეს უბრალოდ საუბარი აი მე როგორ თამაშს ვიძახი აი თითის მოძრაობა უკვე უნდა გამიჩნდეს მაგის ერთი წამი უკვე შენ დაყოვნება მაინც გექნება სანამ სერვერთან ნუ ინტერნეტს გააჩნია რომ უნდა TCP-ზე როცა გავუშვი და ხელოვნურად რომ დაყოვნება გავუკეთო
საშინელება გავა. მან შეიძლება კიდე რა გაკეთოს, ერთ-ერთი ვერსია არის swap port-ი გახსნა და თქვა სიტყვაზე ყველა მხარე მიყუროს ერთ-ერთი რაღაცას და იმის იმედზე რომ ინტერნეტი არ შეგვიძლია რა. ერთ-ერთი მომენტიც არის რა. ანუ როგორ მომენტია, იცი? სერვერის და იმის კავშირი იყოს მუდმივად ღია და მუდმივად უყურებდე მუდმივად უცვლიდეთ ერთმანეთში ინფორმაციას. ხო, მაგრამ აქ ინტერნეტში პაკეტი რომ მოვა, როგორი მოვა, ანუ სერვერის დაცვა უკვე ძნელია. თუ ღია. თამაშია, ხა თუ მაინც-მაინც ისეთ რაღაცას აღაკეთებ, რომელზეც ფულზე თამაშობ, თქვა, კარტზე თუ ასაუბრებ. არა, სამომავლოდ თანხაზე არანაირი. არა, ეს real time თამაში იმ მომენტში თუ თამაში თან ერთ ისევაც უფრო ერთი იყოს ჰოსტი და ერთი ჰოსტი რომელიც იქნება, თუ მაინც-მაინც ეს ჰოსტი არ მოიწოვება. ხო, პაკეტში რას მოგატყუდა, მაგრამ თამაში პაკეტი უნდა იყოს ისე რომ გაკეთოს საფრთხილად და მთელი ეს ავტომატი. ამით ჯობია ინტერნეტში მართლა დაზრდნო და ნახო, იმიტომ რომ მე როგორც ვერ ვიხსენებ, მაგრამ ტანკები რო იყო უსული. ხო, მოგე. ეგ იყო დაწერილი პირველი ვერსია ფლეშში. ანუ ესე იგი შესაძლებელია. ხო. მაგის თქმა მინდა რა. და რაღაცა თამაშები თქვა და ესეთი რა, social game-ები დაწერილი არის ფლეშში, სადაც real time მოქმედება ხდება და ანუ შესაძლებელი არის, ეს ვიცი. და თუ შესაძლებელია აკეთდება რა. კიდევ რამე შეკითხვა ხო არა? თუ არა, მაშინ ძალიან დიდი